მოგესალმებით, წარმოგიდგენთ AI Pulse Georgia-ს მე-13 ეპიზოდს უკვე. შესანიშნავი სტუმარი მყავს დღეს, ნინო გორგაძე და მინდა რომ დასაწყისში რამდენიმე სიტყვა გითხრათ ნინოს შესახებ და საერთოდ ამ ეპიზოდის შესახებ. ჩემი აზრით გამორჩეული ეპიზოდია ეს, იმიტომ რომ ჩვენი პოდკასტის მთავარი იდეისა და კონცეფციას ყველაზე მეტად უდგება, ანუ ყველაზე მეტად რელევანტური იქნება ჩემი აზრით ეს ეპიზოდი. მაგრამ სანამ ამას განგიმარტავდეთ, ნინოს გაგაცნობთ, უბრალოდ ნინოს იმდენად შთამბეჭდავი რეზიუმე და გამოცდილებები აქვს, რომ გამიჭირდება მე წარმოგიდგინოთ და მინდა რომ სანამ ეპიზოდის განხილვაზე გადავიდოდე, ორი სიტყვით ნინოს გავესაუბროთ. მოგესალმები ნინო პირველ რიგში. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩემი სტუმარი ხარ, რამდენიმე კვირის წინ დავგეგმეთ რომ გვინდოდა ამ ეპიზოდის ჩაწერა და აი სანამ გავშლი ნინო, გულწრფელად მე მოხიბლული ვარ შენი გამოცდილებებით, შენობით მომმართავ, შენი გამოცდილებებით, შენი მრავალწლიანი გამოცდილებებით, ასე ვთქვათ, პროექტის მენეჯმენტში, გაციფრულებაში, ეხლა უკვე AI-სთან დაკავშირებით და მოკლედ მრავალპროფილური, პრინციპში ჩემი აზრით მაინც პროფილური, მაგრამ მაინც სხვადასხვა ასპექტებით, ასე ვთქვათ. ორი სიტყვით რომ შენი თავი წარმოგვიდგენო, უბრალოდ მაყურებელს მე კარგად გიცნობ და მაყურებელსაც რო გავაცნოთ და შეგვიძლია გადავიდეთ უკვე ეპიზოდის განხილვაზე. პირველში დიდი მადლობა თორნიკე, ასე ვთქვათ, ამდენი ხანი რომ მელოდე და ამიტანეს, ხან მეცალა, ხან არ მეცალა და ძალიან საინტერესო წამოწყებაა, მე თვითონ გიყურებთ, ძალიან საინტერესოა და მინდა რომ ბევრია ესეთი საინტერესო კონტენტი დაიდოს ხოლმე ქართული აუდიტორიისთვის, იმიტომ რომ მაინც ესეთ ქართულ ენაზე არ გვაქვს რა იმის ფუფუნება, რომ აი მოვისმინოთ დღეს რაც პირობითად სხვა ენებზე იდება გლობალური და თან ქართულად და თან ჩვენს ქვეყანაზე მორგებული, აი ასე ვთქვათ, кейსები და სიტუაციები რა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებ და მეც ვეცდები, რომ დღეს მაქსიმალურად რაც აი ამ ჩემი 20 წლიანი კარიერა ალბათ რელევანტური არ იქნება, მაგრამ აი ბოლო 7 წელია, რასაც ვაკეთებ და ეხლა AI-სთან შემოსვლასთან რაც ხდება, რომ მაქსიმალურად ასე ვთქვათ, გულახდილად და ასე ვთქვათ, პირდაპირ ვისაუბრო, რა შეიძლება მართლა რომ გამოგვადგეს რა და საით წავიდეთ, აი დღეს აი უახლოეს მომავალში საით შეიძლება რომ ასე ვთქვათ, გამოსადეგარიც რო იყოს პირობითად იმ ხალხისთვის, ვინც მოისმენს, რომ თავის ბიზნესში, თავის საქმიანობაში, ასე ვთქვათ, გარკვეული პოზიტიური ძვლები განახორციელოს. მე ნინო ვარ, 20 წელიწადზე მეტია პროექტებს და პორტფოლიოებს ფაქტიურად მართავ და ბოლო 7 წელია ჩემი ძირითადი საქმიანობა არის გაციფრულება კომპანიების work management-ის მიმართულებით. Work management-ი, თანდევი CRM-ი, ფაილინგი, კომუნიკაციები და ასე შემდეგ. მუშაობ TopSoft-ებთან და მუშაობ ბევრი მიმართულების მქონე კომპანიებთან, ანუ არა მაქვს ერთი რაღაც მიმართულება, აი სამშენებლო წარმოება და ყველაში და თამდევი პროცესი, ხო, იმიტომ რომ ხა კომპანიას ერთი selling მიმართულება, ბიზნეს, ასე ვთქვათ, მიმართულება, მაგრამ შიგნით ყველა მიმართულება არის ხოლმე დიდ კომპანიებში, სადაც მე ვმუშაობ. IT კომპანიებთანაც მიმუშავია და ასე ვთქვათ, უკვე ეს ბოლო პერიოდი, რაც AI თულები ისე შემოვიდა, რომ მათი ასე ვთქვათ, გართობის გარდა უკვე მართლა შეგვიძლია საქმეში ეფექტურად გამოვიყენოთ, უკვე თანმდებად AI-საც ვნერგავ, AI-საც ვასწავლი და ჩემი სადისერტაციო კვლევაც ზუსტად ამ თემაზეა AI პროექტების მართვაში. სხვათა შორის ძალიან საინტერესო მდგომარეობა გვაქვს მაგ კუთხით ბაზარზე ალბათ. დავი, სულ ეს არის ალბათ ჩემ შესახებ. მაყურებელს მივმართავ, რომ ნინოს LinkedIn-ის ლინკი, ასე ვთქვათ, აუცილებლად იქნება აღწერაში და გირჩევთ, რომ აუცილებლად მოინახულოთ ეს ადამიანი და გადახედოთ და რა ვიცი, საჭიროა დაეკონტაქტოთ ყველანაირ საკითხთან დაკავშირებით. მინდა რომ აი სანამ გადავალთ უშუალოდ ეპიზოდზე, მინდა რომ აი ავხსნა, რატომ გავაკეთე ეგეთი შესავალი და რატომ გითხარით, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდია თქო და ყველაზე მეტად რელევანტური ჩვენი პოდკასტის კონცეფციასთან. აი ნინომ რაც მოყვა, ალბათ მიხვდებოდით უკვე რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ უფრო გავაყრმავებ. ნებისმიერი ახალი რევოლუციური პროცესი, მათ შორის AI, გარკვეული ჰაიპის მერე, გარკვეული დიდი მოვლენის და ბუმის მერე ითხოვს რაღაცა რაციონალურ გააზრებას და ცივი გონებით შეხედვას, აბა ეს ყველაფერი როგორ ითარგმნება რეალურად
ინდივიდის შემთხვევაში, ინდივიდის განვითარების შემთხვევაში და როგორ ითარგმნება ორგანიზაციების შემთხვევაში. და გაზომვა ამის, რამდენად წინ მიდიან ორგანიზაციები ამით, რამდენად შედეგიანობა ჩანს, რა ხდება თვითონ work management-ში და საერთოდ რა ეტაპზე ვართ რა. ჯერ ჩემი აზრით აი ნინომ წამოწია ეს შეკითხვა, როცა წინარე პერიოდში ვსაუბრობდით და ჩემი აზრით ძალიან აქტუალური კითხვაა, რომ AI-ზე ვსაუბრობთ, მაგრამ გაციფრულების ეტაპი დავხურეთ, უკვე ჩავხურეთ ეს სპრინტი? მე მგონი, რომ არა კი არა, ძალიან ბევრი გვიკლია. ნუ ყოველ შემთხვევაში საქართველოში. აქედან გამომდინარე, მე და ნინომ დავგეგმეთ ასეთი რაღაცა, უბრალოდ ნინომ შემომთავაზა ასეთი რაღაცა, რომ ჩვენ ამ ეპიზოდში გვესაუბრა უშუალოდ ორგანიზაციულ ჩარჩოში, ასე ვთქვათ, work management-ში ამ ციფრული ძირითადი ხელსაწყოების გამოყენებაზე, მათ შორის AI თულების გამოყენებაზე, ასე ვთქვათ, გაციფრულების დონეზე ჩვენი ქვეყნის კონტექსტში და ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვან მომენტებს მოიხილავს ნინო და გვაჩვენებს ტოპ რამდენიმე ინსტრუმენტსაც, როგორიცაა Make-ი, სადაც AI აგენტებისა და ავტომატიზაციების გაკეთება შესაძლებელია და ასევე ClickUp-ს მოიხილავს და მოკლედ ამ საკითხებს შევეხებით. აქედან გამომდინარე, სულ ცოტასაც გავაგრძელებ და მორჩები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს ეპიზოდი ყველაზე მეტად აქტუალურია ჩვენს კონცეფციასთან, რომელიც იყო ორიენტირებული თავიდანვე იმაზე, რომ არა ჩვენ ვსაუბრობთ არა იმაზე, რა ინოვაციები არსებობს და დღეს რა გამოვიდა და ხვალ რა გამოვიდა და რა როგორ კეთდება. არამედ იმაზე, რეალურად, ანუ პრაქტიკულ დეტალებზე ეს ყველაფერი როგორ ითარგმნება ორგანიზაციისთვის, როგორ იყენებენ რეალურად, როგორ უნდა გამოიყენონ ამის ჩვენება და საერთოდ ამ ყველაფერს რა უნდა მოუხერხოთ, მოკლედ გარდა საუბრისა და გარდა იმისა, რომ ძალიან მაგარია. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ნინო, რომ ასე ვთქვათ, ჩაერთო ჩემს ეპიზოდში. მე ძალიან დიდი სურვილი მქონდა და დარწმუნებული ვარ, შესანიშნავი ეპიზოდი გამოვა, შეგვიძლია დავიწყოთ. ნუ ერთადერთი მაყურებელს მივმართავ, სანამ დავიწყებდეთ, რომ არ დაგავიწყდეთ. ძალიან გთხოვთ ჩვენი არქის გამოწერა სხვადასხვა პლატფორმაზე, YouTube, LinkedIn, Facebook, Instagram, TikTok და არ დაგავიწყდეთ უკავშირის დატოვება ველით. ძალიან დიდი თხოვნა გვაქვს, რომ ყველანაირი სახის უკავშირი დაგვიტოვოთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი განვითარებისთვის თქვენი ყველანაირი უკავშირი, სურვილი იქნება შენიშვნა რჩევა თუ სხვა რაიმე. ნუ შეგვიძლია დავიწყოთ განხილვა ჩვენი საკითხების ნინო. მოკეთ ვინც დაუშვათ ვისაც არ აქვს აქ work management პლატფორმებთან დაუშვათ შეხება, მათთვის ვიტყვი, რომ ეს work management პლატფორმა არის შედარებით ახალი სახელი. ადრე ჩვენ მათ ვეძახდით task management პროგრამებს და project management პროგრამებს, რაღაც პერიოდი კოლაბორაციის პლატფორმებიც დაერქვა და უკვე ბოლო ალბათ 2 წელია თუ აი ასე, უკვე work management პლატფორმას, იმიტომ რომ დღეს ტენდენცია წავიდა მინიმალიზაციისკენ. ანუ მე ერთ პროგრამაში უნდა შევძლო მაქსიმალურად ბევრი რელევანტური საქმის გაკეთება ერთი ფანჯრის პრინციპით. ხო? მე ბევრი კომპანია მინახავს, რომელსაც პირობითად მხოლოდ ერთი მაგალითად ბუღალტერიის პროგრამა აქვს და მეტი არაფერი აქვს, ბლოკნოტებით მიდის. მათ თავიანთი გასაჭირები აქვთ და კომპანიები მინახავს, რომელსაც უაზროდ ბევრი პროგრამა აქვს ნაყიდი. რო ვეკითხები, რომ აი ეს რა გინდოდათ? მეუბნებიან, აი რავია ბა. უს რაში იხდით? ვერ ხსნიან, იმიტომ რომ თუნდაც შეიძლება იგივე ოფციები უკვე იმ ძველ პროგრამაში იყოს, რომელიც მათ უკვე შეძენილი ქონდათ. ანუ ორი უკიდურესობა რეალურად, ერთი რომ რეულში მუშაობს ტიპი და მეორე უაზროდ. კი, აი მეორე უაზროდ ყიდულობს ყველაფერს, მაგრამ არარაციონალურად გაუაზრებლად. მაგალითად, კომპანიებიც ვიცი, ChatGPT აქვთ ერთი 15 იუზერზე ნაყიდი და უბრალოდ ჭორაობენ. და თათბირების ნახევარი მიდის იმაზე, რომ გუშინ ეს ვკითხე და იცი რა, მაგრამ იპასუხ. ხო, ამიტომ მე რადგან ეხა ეს ჩემი საქმეა და ვცდილობ ხოლმე, რომ ძალიან პრაგმატულად ვუდგები, იმიტომ რომ მათ შორის ბიუჯეტები არის ხოლმე ჩემი პასუხისგებლობა, რომ კომპანიას დავუთვალო, რომელი кейსი რა დაუჯდება დროში. დაუშვათ მარტო რაღაცა იქ დაუყენე, გაუკეთე არ არის რა, ანუ ეს ამიტომ მე ნებისმიერ ინსტრუმენტს ვუყურებ ძალიან პრაგმატულად და ძალიან მესმის, იცით რომელი ადამიანების, ვინც არ მეგობრობს ტექნოლოგიებთან.
ანუ აი ჩვენი პოდკასტიც დაახლოებით მარტო ამ ადამიანებს არ მოიცავს, მაგრამ მათ შორის აი მთავარი ფოკუსი ზუსტად ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი ამ არსებობენ ადამიანებს. ადამიანები და ეს არის ნორმა. არ მინდა რომ ვინმე თქვას, რომ თუ ვინმე პირობითა და ეგრევე AI არ დაამუღამა, ეგრევე იქ რა ვიცი რა მანდეი არ დაამუღამა, არაფერი მე გაციფრულებული მყავს ისეთი კომპანიები, უბრალოდ არასოდეს მათ არ ვასახელებ, არ არის ეს ლამაზი წინასწარი შეთანხმების გარეშე. რომლების თანამშრომლების დიდი ნაწილი იყო ანუ წინა ჩვენი მშობლების თაობა ეს არის ხალხი 60 წელს გადაცილებული. წარმოიდგინეთ ადამიანებმა რამდენი ეპოქა გამოიარეს, რაოდენ სპეციალისტები არიან თავის ვიწრო პროფილურ საქმეში და რაოდენ დიდი სიფრთხილით უნდა მიუდგე ესეთ ადამიანებს, ხო? ან მაგალითად ჰუმანიტარები, რომლებიც საქმე ექსელი ცხოვრებაში რო არ გაუხსნიათ და ამიტომ მე ძალიან ფაქიზად და ფრთხილად უყურებ ხოლმე ეგეთ ადამიანებს რა და ანუ სოფტების შერჩევისთვისაც დაუშვათ ძალიან ისე ამ კუთხით ფაქიზად უყურებ რა. ხო და work management პლატფორმები დღეს ზუსტად იმის გამო რომ აი ასეთ ადამიანებს უჭერთ. წარმოიდგინეთ ჩატი გაქვს Facebook-ში, WhatsApp-ში, Telegram-ში, რაღაცა ადინესიდან მოგაკ, რაღაცა Teams-ში ვარდება, რაღაცა Zoom-ით ხდება, რაღაცა მეილში ხდება. ანუ ხო ხდებით, ასეთი ადამიანები პირველ რიგში არიან ხოლმე გაწამებულები ბევრ პლატფორმაზე შესვლით. აქეთკენ მიმყავს და ზოგადად გლობალურადაც იმიტომ დაიწყო ამ task management-ი დაწყებულმა პროგრამებმა ან project management-ი დაწყებულმა პროგრამებმა გაზრდა რომ ერთ სივრცეში მოაქციონ ყველა საქმე რისი გაციფრულებას დღეს შეიძლება. იმიტომ რომ ეს არის ჯერ ერთი უფრო იაფი კომპანიისთვის და რაც თავარია თანამშრომლები ვინც უშუალოდ მუშაობენ მათთვის ეს არის გაცილებით უფრო მარტივი. დღევანდელ მაგალითად ეხლა ტოპები რაც გვაქვს, გლობალური ტოპები და რაც საქართველოს ჩემი კვლევებითაც რაც ტოპებია, ეს ბუნებრივია Jira Confluence IT პროექტებში. თითქმის 90% გამოყენების, პროექტებიც არის, ოპერაციული საქმიანობა არის, სერვის დესკი და Jira-მ კარგია რაც დაიწყო, ეს იყო თავისი IT სპეციფიური შიდა ტერმინოლოგია და სპეციფიური შიდა სტრუქტურა, რომელიც agile-ზე იყო მორგებული, უკვე შექმნა work management მიმართულებაც და ამსუბუქებს, სინქრონიზაციას აკეთებს უკვე გლობალურ თუნდაც იგივე ტერმინოლოგიასთან. ხა Jira-ში საქმე არის issue, ჩვენ ვიცით რომ არის task-ი. issue სხვა რამეა project management-ის სტანდარტით. მაგარი. ეს არის რისკი, რომელიც უკვე მოხდა, ცალკე issue ლოგები, ანუ ხვდებით ხო? Monday.com-ი ძალიან კარგი work management-ის პლატფორმაა, არა IT-ისთვის, Monday-ს აქვს მაგალითად ძალიან კარგი CRM-ი. თუ კოლები არ გინდა, Monday-დან შეგიძლია არც გახვიდე. ხო, არის კიდევ Asana. Asana უბრალოდ არ ვითარდება. პოპულარული დარჩა Trello, რომელიც რაც ატლასიანმა იყიდა და შეცვალა pricing პოლიტიკა, მე Trello-ში ფულს აღარ გადავიხდიდი, ფიჩერები რო დაადარო სხვათანაბარ პირობებში. Notion-ში ბევრი მუშაობს და ასე შემდეგ. ანუ Microsoft-ის სივრცე ყველაზე ძვირია, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან ბევრი თავისი პლუსი აქვს, ხო? Teams-ში დაერთებული თავისი პლენერით, თავისი დრაივით, Word-ით, Excel-ით კოლაბორაციისთვის, Microsoft Project-ით, Power BI და არაჩვეულებრივი საშუალო და დიდი კომპანიებისთვის package-ი იკვრება, რომელსაც ფაქტობრივად მთელ ორგანიზაციას მართავ. ხო და თან თუ გაქვს იმის საშუალება, რომ თან ERP-ც დააერთო Microsoft-ის, გამოდის რაღაც 3-4 ჩემნაირი ადამიანებისთვის ეგ სამუშაოთ რა. ყველაფერი ერთ სივრცეში და არა, თან კოპაილოტსაც თუ იყიდი, თლად კარგი ბიჭი ხარ და ბევრი ფული გაქვს. ხო, ან გაქვს იმის დაუშვათ, ჩვენთან არის ხოლმე კომპანიები, ჩვენ მაინც მოვდივართ იმ თაობიდან, რომ დაკრიკილს ვართ შეჩვეული რა, სოვჩი ფულის გადახდას ჩვენი თაობა. რა უნდა ეგრეა. ხო და აი, რატო უნდა გადავიხადო, იმდენი უნდა აუხსნა ხოლმე, თუ არ გადაიხდი თითქმის რომ
ძალიან მიზერი გექნება შესაძლებლობების და გაციფრულების პროექტებს კიდე როი არა აქვს. ანუ 10,000 რო ჩავდეს და მოვიღი ამას ვერაჩვენებ. ანუ ეგ არის ცოტა რთული. მაგრამ ნელ-ნელა მიდის რა საზოგადოება. აი ხა აკონი რამე. ბოდიში, ნინო მაყურებელს მიმართავ ხა. ნინო გარკვეული აუდიტორიისთვის შეიძლება ცოტა გასაკვირი იყოს ეხლა რომ ჯერ კიდე ამ საკითხებზე ვსაუბრობთ, მაგრამ დამერწმუნეთ რა. ძალიან ბევრ ორგანიზაციაში და ბევრად უფრო დიდ აუდიტორიებში დამერწმუნეთ სწორედ ეს პრობლემა მათ შორის საკმაოდ წარმატებულად დიდ კომპანიებში რომ ელემენტარული რაღაცა task management-ის ერთიანი სივრცეებიც კი არ არსებობს. რაღაცა დაწყობილი work management-ის რაღაცა სისტემაც კი არ არსებობს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვსაუბრობთ რაღაცა ინოვაციურ სტარტაპებზე საქართველოში, სადაც არათუ ჯირა, არამედ კიდე სხვა მილიონ სხვა პროგრამაში მუშაობენ. ჩვენ ვსაუბრობთ ცოტა ისეთ შუალედურ ცოტა ძველი ტიპის ორგანიზაციებზე, რომლებიც ჯერ ვერ გაციფრულდნენ, ვერ მოვიდნენ აქამდე და რაღაცა ეტაპები აქვს სერიოზულად გამოტოვებული და შესაბამისად ნინომ რაც ჩამოთვალა, აბსოლუტურად ტოპ ინსტრუმენტები ჩამოთვალა. მე მგონი ვეღარც ვერაფერს დავამატებდი, იმდენად ყველაფერი ჩამოთვალა, რაც საჭიროა. მოკლედ, ეს ინსტრუმენტები, რომლებიც გამოსაყენებელი იქნება, რომ ეს ერთიანი სივრცე შეიქმნას ორგანიზაციისთვის და რაღაცა, ასე ვთქვათ, რაღაცა მოაწესრიგოთ, დღის წესრიგი შევქმნათ ორგანიზაციისთვის და რაღაცა ელემენტარული დავალებების მენეჯმენტი მოვახდინოთ და მათ შორის ყველანუ ერთადერთი ჯირა ცოტა რთული გამოსაყენებლად რაღაცა სხვადასხვა ასპექტის გამო, მაგრამ სხვა ხელსაწყოები რაც ჩამოთვალა Monday.com-ი, Asana, Trello, Notion-ი, კლიკაპი ხა ახალი პროგრამა. რატო ვაკეთებ ხა კლიკაპზე დემოს? იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ სხვა პლატფორმები არ აქვს. უბრალოდ ეხა მე რასაც დღეს ვაჩვენებ, ეს AI შესაძლებლობა შეუძლია გატესტოს ნებისმიერმა, იმიტომ რომ კლიკაპი არის work management პლატფორმა, რომელიც შეზღუდულად, მაგრამ გასატესტად გაძლევს AI-ს. და კლიკაპს ეხა ბევრი კომპანია იყენებს, პატარა გუნდებისთვის იდეალურია, იმიტომ რომ უფასოდაც ძალიან ბევრი შესაძლებლობა აქვს. და ნუმერე ეხა თუ გინდა მეტი, უკვე მიდიხარ პირობითად upgrade-ზე, როგორც package-ის, ასევე AI-ს უშუალოდ ყიდულობ იქ დამატებით. თუ არ ყოფნის რაც პაკეტს მოყვება და რაღაც. აი ხა ეს რაც მე მოვყევი, ეს ხდება არა IT ორგანიზაციების დიდ ნაწილში. უმეტეს ნაწილში ხდება ეხა IT კომპანიები, ბუნებრივია ეხა იმ გარემოთი ზომავ რა გარემოშიც შენ მუშაობ, ხო? ძალსაღად. აიცით რა არის? მე ხშირად მეკითხებიან ხოლმე ხა როცა ამას ვსაუბრობ, ამას ხო Excel-იც გააკეთებს. მაგრამ ეფექტურობა, ანუ გლობალურად დათვლილი ეფექტურობა საქმეების გაციფრულებას აქვს 87%. თათბირები აღარ მჭირდება, დავალებები აღარ მეკარგება, შვებულებაში ისე გავდივარ, რომ შემიძლია ტელეფონი გავთიშო, იმიტომ მთელი ჩემი საქმეები დევს. არავინ არ მირეკავს შენ კომპიუტერში ფაილი დევს და პაროლი მითხარი, რომ შევიდე, იმიტომ რომ ყველაფრისთვის არსებობს დრაივები დაშვებით. სად რომელ ჩატში რა ჩაიკარგა, სად რომელ თათბირში, სად ბლოკნოტის რომელ ფურცელზე რა ჩავწერე, უკვე პრობლემა აღარ არის. შედეგები არის გაზომვადი და აღარ არის რაღაცა უფროსების ინდივიდუალურ აღქმაზე, რომ ინდივიდუალურ აღქმაზე აღარა უფროსის, რომ აბა შენ წინა კვირას რა დავალებები გააკეთე. ან ორი კვირის წინ რო ეს დავალება მოგეცი, სად არის ის დავალება, როცა ჩამოწერილია ყველაფერი, მითითებული აქვს ყველაფერი, განმარტება აქვს ყველაფერს, შედეგია ასახული და აბსოლუტურად ყველაფერი მოწესრიგებული. ანუ ძალიან ბევრი უპირატესობა. იმასაც ხო შეუძლებელია ყველაფერი ახსოვდეს. მე ძირითად მომართავს ხოლმე გაციფრულებისთვის ზედარგოლის მენეჯმენტი, რომელიც ამბობს, რომ აი ასე აღარ შეუძლია, დაიღალა, ჩაიკარგა მეილებში, საათში მოდის 100+ მეილი, იქედან შეიძლება ერთიც არ ეხება, ან შეიძლება რომელიმე ეხება, მაგრამ ვერ მიხვდა სათაურით რომ ეხება და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი უბრალოდ დაიკარგა. reply დაკარგული შიგნით რომელიღაცა ჩაკვეხებული და ასე შემდეგ რა, ანუ ძირითადად
ამით როდესაც კომპანია წუხდება, იწყებს გაციფრულება. ჩემთან მოდის თვითონ აყენებს თუ სხვასთან მის არ აქვს მნიშვნელობა. კომპანია როდესაც იზრდება, არა IT კომპანიებზე მაქვს საუბარი, არა ინოვაციურ სტარტაპზე მაქვს. საშუალო ჩვეულებრივ ქართულ კომპანიაზე რო ავიღოთ რა. როდესაც აი ამ ყველაფრით კომპანია იღლება, მერე იწყებს გაციფრულებას. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. სანამ კარგად არ დაიღლება, არა. და შედეგად მერე ძალიან ბევრი ბენეფიტებია ხოლმე, ხო? რეალურად თუ პროგრამა სწორად შეირჩა, თუ პროგრამა კარგად დაყენდა, ანუ ანალიტიკა გაკეთდა კარგად, სოფტი შეირჩა სწორად, პროცესები გაიწერა და სტანდარტები, წესები კარგად და უშუალოდ მონაცემების მიგრაციაში და მერე საპორტში არ დაინანე დრო და რესურსი, ვინც ამას აკეთებს. რეალურად აი ისეთ კომპანიებში მაქვს შედეგი დადებული, რომ აი თავიდან რო არავის არ ეჯერა რა, უბრალოდ არ მეუბნებოდნენ მოტივაცია არ დაკარგოს და არ გაიქცესო რა. აი დაახლოებით აი ესეთი რაღაცეები მქონდა და ადამიანებს უჭირთ ხოლმე 2 თვე. არაპროფილურ ადამიანებს 2 თვეში იმდენად ისვენებენ ამ ყველაფრით, რომ ყველაფერი ერთ სივრცეში აქვს, რო change management-ი მნიშვნელოვანია საქართველოს კონტექსტში. მე მგონი შენს გაქვს ამაში დიდი გამოცდილება. ხო, იმიტომ რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი მგონია საქართველოში change management-ი, იმიტომ რომ ხშირად ძალიან დიდი წინააღმდეგობებია ხოლმე მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა გუნდისთვის კეთდება ეს ყველაფერი და გამართლებისთვის კეთდება, მაგრამ უბრალოდ რო ადამიანს უთხრა, აი ესე არის და მორჩა. არ მაინტერესებს. მე ხა ამაში ფულს ვიღებ. აი ეგრე არ მუშაობს რა. ანუ მაგიტო კეთდება ხოლმე ანალიტიკა და ყველას ეხა ვინც ამ სფეროშია, ან ახალია, ან უკვე არის რა. ანუ არ დაიშუროთ ხოლმე დრო ადამიანების შესწავლაში. არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ მათ ტკივილებს რო იპოვი ფსიქოტიპებს ვისთან გაქვს და დამიჯერეთ რა. ყველა კომპანიაში თუნდაც ერთი და იგივე რამეს აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანები მუშაობ. და როდესაც შენ გასაღებს მოარგებ მის ტკივილს და ეტყვი რომ აი 10 პრობლემიდან მე შენ 8-ს გიგვარებ, რეზისტენტულობა უკვე მოდის ძალიან მინიმალური. ადამიანებს უნდა გაციფრულება ზოგადად, გინდაც იყოს AI-ით, გინდაც იყოს AI-ის გარეშე. ადამიანებს უნდა უმსუბუქებდეს ცხოვრებას. აი იმ ნაწილს ცხოვრების, რასაც ის სამუშაო ადგილას ატარებს. ეს არის სულ ჩემი აზრით. თუ ადამიანს ხვდები, რომ შენს მიერ შერჩეული პროცესი, სოფტი, მიდგომა ურთულებს, ესე იგი რაღაცა არასწორად გააკეთე შეფასებაში. ხო, უნდა გაუადვილო რა, ანუ ეს აღიქმება ხოლმე როგორც რაღაც აი დამატებით შემოტენილი ბუღალტერია ამ სიტყვაზე უკაცრავად, მაგრამ ნუ ეს არის რა, აი ბუღალტერია +1, ჩემი საქმე მაქვს ცოტა კიდე აქრო. ამიტომ აი იმდენი მუშაობა გიწევს ადამიანებთან, რომ აუხსნა და ეს ნორმაა. ესე რომ მიდიოდეს ყველა საკითხი ადამიანებთან, მე ვფიქრობ, რომ ბევრად წინ ვიქნებოდი ძალიან ბევრ საკითხში, რა მარტო გაციფრულებაში არა. მე ვფიქრობ, რომ აი რასაც ყვები, ახლა აბსოლუტურად გეთანხმები და მე ვფიქრობ, რომ მაგ კონტექსტში კიდე ერთი მომენტია მნიშვნელოვანი, აი ამ ვინც არის ინიციატორი ამ ყველაფრის და ვინც არის იმპლემენტატორი, ასე ვთქვათ, მისი ლეგიტიმაცია საკმარისი ორგანიზაციულ კონტექსტში. თუ საკმარისი ლეგიტიმაცია აქვს საჭირო ადამიანებისგან, ხელმძღვანელი თუ ბორდი არ აქვს მნიშვნელობა, მას ბევრად უფრო მარტივად მიდის პროცესი და როცა თვითონ გადაწყვეტილების მთავარ მიმღებ პირსაც ეჭვიეპარება რაღაცაში, ვერ დარწმუნდა, ან სანახევროდ უნდა ან რაღაცა, მერე ქვედარგოლებსაც ძალიან უჭირს ამ ყველაფრის მიღება და ორმაგად და სამაგად უფრო რთულია ეს ყველაფერი რა. ანუ ლეგიტიმაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, ხო და ერთი მომენტი კიდე ძალიან სწორად თქვი კი, რომ უნდა უმარტივებდეს. მაგრამ არის კიდე შემთხვევები, როცა კი მართლაც უმარტივებს, მაგრამ მაინც რეზისტენტობა აქვს. გარემოა ორგანიზაციაში შექმნილი, რომ ყველანაირი სიახლე იწევს აბსოლუტურ, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობას და რეზისტენტობას. ჩემი აზრით, ამ ყველაფრის ფეშები მაინც ყოველთვის მოდის ზემოდან. ანუ თუ ზემოთ მყოფი გადაწყვეტილების მიღები ორგანოები თუ პირები მთელ ორგანიზაციაში განაწყობენ იმისკენ, რომ
ჩვენ ბიჭებო და გოგოებო გვინდა ცვლილებები და გვინდა პოზიტიური ცვლილებები და გვინდა რაღაცების გაუმჯობესებები, მაშინ ქვედარგოლები ყოველთვის ორიენტირებულები არიან, რომ მარტივად არა, მაგრამ საშუალო დონეზე მაინც მიიღონ ეს ყველაფერი და რაღაცა საშინელი რეზისტენტობა არ ქონდეს და როცა მცირე პროცენტი ყოველთვის დარჩება ხოლმე უკმაყოფილო, ყოველთვის კმაყოფილი არ დარჩება, მაგრამ აი ზემოდან, სადაც ხელმძღვანელობა იყო ინიციატორი და საპორტერი პროექტის, საპორტზე ხა project management-ში გვაქვს ძველი სტატისტიკა. რომ პროექტებში სადღაც ზედარგოლის მენეჯმენტის საპორტი არ იყო, 75% გაქვს ფეილის შანსი. ზუსტად იდეალური სტატისტიკა. ორგანიზაციულ პროექტებში და აქ ხა როცა ჩვენ ასეთ რეალურად ფაქტიურად მოცემულობა A-დან იწყებ მუშაობას მოცემულობა B-ში. ხო? ხო და აქ ხა ზედარგოლის სრული საპორტი თუ არ არის, პროექტი არის აპრიორი განწირული, აი სადაც შეგეძლო რომ იგეღო 90%, 95 დაგეგმილიდან იღებ 40-50. ხო, არა ზედარგოლის მენეჯმენტი ეს ზოგადად ongoing support-ია ხოლმე მაგათი საჭირო ფაქტიურად მთელი აი ამ პროცესის განმავლობაში ხა. ჩვენთან საქართველოში თან გვაქვს ხოლმე ორი უკიდურესობა. ან არაფერი არა აქვთ ბუღალტრული პროგრამის გარშე, ან ძალიან ბევრი პროგრამა აქვთ ხოლმე ნაყიდი. ხო და ასე თქვა და ეს ძალიან ისეთი საინტერესო საკითხია რა ზოგადად. მე პირადად ეხლა როგორც ტექნოლოგიების მოყვარული ადამიანი, ანუ 2010 წელი იყო Microsoft project-ში რომ დავიწყე მუშაობა, გერმანელი კოლეგებისგან მქონდა ეგ პროგრამა, მაშ გერმანელებთან მუშაობდი და მე რაც კი რამე შემოდიოდა, მე უბრალოდ მიყვარს ტექნოლოგიებში მუშაობა რა. მაგრამ არის ხალხი, ვისაც არ უყვარს, მაგრამ როცა დრო გადის, ისინი ხედავენ აშკარა benefits. რომ რაოდენ გამარტივდა, ეფექტური გახდა, მათ ტვინმა დაისვენა, შეძლეს უფრო ნაკლებ დროში მეტი შესრულება. AI ეხლა ინდივიდუალურ დონეზე მე ვიტყოდი უფრო გვეხმარება, რომ ვიყოთ სწრაფები. ვიდრე რაღაც იქ ორგანიზაციულ ზოგადად work management-ის კუთხით ლაპარაკობ რა, პროფილურ. ვიდრე აი რაღაც აი ორგანიზაციული კუთხით, იმიტომ რომ ჯერ აი მაგალითად მაინც ახალია, მაინც ვითარდება ძალიან ბევრი გაშიფრული user case-ები ჩემი აზრით. აი ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს ხა. მეც ბევრი მიფიქრია, არ მაქვს საბოლოო პასუხი და რა ვიცი, მაყურებელსაც ალბათ ყველას რაღაცა თავისი აზრი ექნება. მაგრამ რაც ნინომ წამოწია საკითხი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, იმიტომ რომ რეალურად ვინ გაზომა ეს ყველაფერი ამ წუთში, როგორ ითარგმნება ეს ყველაფერი და რა შედეგებს იძლევა. ჩემი აზრით, უბრალოდ მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაში წარმოადგენს იმას, რომ არ არის ბოლომდე იმდენად ახალია ტექნოლოგია და იმდენად სწრაფად ვითარდება და იმდენად დიდი ბუმი გამოიწვია და შოკირება ადამიანების, რომ არ არის ბოლომდე გაშიფრული user case-ები. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს ამ ყველაფერს და რა თქმა უნდა, უდიდეს შედეგებს მოიტანს და აქვს ბევრნაირი user case, უბრალოდ ამას დასჭირდება ალბათ ცოტა დრო, რომ მოვიდეს ორგანიზაციების დონემდე და გავცდეთ იმას, რომ ორგანიზაციებში აქვთ ნაყიდი სიტყვაზე AI ინსტრუმენტები, მაგრამ იყენებენ საჭორაოდ. ალბათ რაღაცა დრო დასჭირდება და გარდაიტეხება სიტუაცია. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი პირადი მოსაზრებით, ყველამ უნდა დაიწყოს უკვე შეკითხვების დასმა, რომ გვაქვს ეს AI ინსტრუმენტები და ზუსტად ჩამოვწეროთ და ზუსტად გავიაზროთ რაციონალურად, რაში ვიყენებთ, რა შედეგებს გვაძლევს და რამდენით, მათემატიკურად, რამდენით რა შედეგს გვაძლევს, რამდენით გვიმარტივებს რამეს და რამდენად ჩვენ AI-ის გამოყენებით შუალედში გამოყენებით შექმნილი ჩვენი პროდუქტები და მომსახურებები რამდენად უკეთესია, ვიდრე სხვა შემთხვევაში იყო. ეს მარტივი საქმე არ არის, ძალიან რთული იქნება ამ ყველაფრის დათვლა, ამ ყველაფრის გააზრება, ამ ყველაფრის შეკვრა, მაგრამ ჩემი აზრით ორგანიზაციულ კონტექსტში აუცილებელია და ალბათ ორგანიზაციებმა აუცილებლად უნდა იზრუნონ ამ საკითხებზე, რომ ეს საკითხი დაძრან, კვლევის საკითხი, მოკლედ რა შედეგებს იძლევა საბოლოოდ. მაგას ახლა მე ვიტყოდი, რომ ასევე რომ გავაზიაროთ ხოლმე და ვაზიარებთ რა, ანუ ჩვენ use case-ებს ვინც ვტესტავთ, მაგრამ
მაინც არის ინდივიდუალური რა. მაგრამ ზოგადი სტატისტიკა რო გამოვიყვანოთ, ალბათ ასე ერთი წელი მაინც გვინდა რომ ვითვალოთ და რაღაც შუალედურ დაახლოებით ციფრზე გავალთ. შეიძლება ეხა ერთი წელი დიდი დროაო, მაგრამ მე ვფიქრობ უფრო გონივრულია. ხო თან საქმეს გააჩნია. ნახეთ, მე ზოგადად ეხა არის AI-ის ისტერიკა. ეს ისტერიკა ჩაცხრება. მსგავს ისტერიკები ბევრჯერ იყო რა, აი მე მახსოვს რამოდენიმე წლის წინ ჯირა შემოვიდა მოდაში და ერთ-ერთი კომპანიამ წერს, რომ სამშენებლო პროექტი თავისი სმეტით ჯირაში მინდა ამიწყო და მასწავლო როგორ გავაკეთო და მეთქი სმეტას ბიუჯეტს ჯირაში კი არა Microsoft-ში ვერ ვაწყობთ ისეთის როგორიც არის ხანაირად გადაგვაქვს და მეთქი ანუ ჯირა არ არის საამისო პროგრამა არაო მინდაო მეთქი როგორ გინდა არა აქვს ეგ ფიჩერები ხო აი მსგავსი ხა გივე agile-ზე იყო ერთი პერიოდი რა რომ თუ agile-ში არ მუშაობდი შენ რავი შედეგზე ვერ გადიოდი არაფერი გესმო და არავინ იყავი ნელ-ნელა მანდაც გონი აქაც იცით როგორ იქნება ეხლა ჩემი აზრით რაც გონივრულ მიდგომაზე დავალთ სუსტად და ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ რაციონალიზმის ელემენტი გაცილებით გაიზრდება და პრაგმატულობის ელემენტი რომ გონივრულად და კრიტიკულად ტექნოლოგია რას გვაძლევს კი ხო იმიტომ რომ იცით რა არის რაღაც შემთხვევაში შეიძლება არც არაფერს არ გაძლევდეს რა მოდი ვიყოთ გულახდილები ანუ რაღაცა use case შეიძლება აი უბრალოდ ეხა იმ დღეს იყო ეს კონექტორები და აგენტი რო ჩაუშვა იმან ChatGPT ну 3-4 დღე გლობალური ჰალუცინაცია ჭირდა ჩატს ანუ ჩატში სადაც ჩემი CV მქონდა ატვირთული და ხედავდა მეუბნებოდა რომ ვარ საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი ინჟინერი ChatGPT კიდე ერთი დიდი თემა ჩემთვის ანუ მანქანათმშენებელი ინჟინერი ვარ მე ბაკალავრით მაგისტრით project management-ი მაქვს ანუ საერთაშორისო ურთიერთობებს ჩემს CV-ში ვერ ნახავთ არა ერთგან ნახავთ მაგრამ საერთოდ რაშუაში ამიტომ იცით ის თქმა მინდა რომ ძალიან კრიტიკულები ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს თუ კარგად გამოიყენებ ეხა მაგალითისთვის გეტყვით აი ძალიან ბანალურ use case მე ეხა აღარ ვკითხულობ ამ ეტაპზე ლექციებს მაგრამ 10 წელი ვკითხულობდი ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტებში ძირითადად ეს project management-ი IT project management-ი და ტესტების გაკეთებაზე საკმაოდ დიდი დრო მიმდიოდა. 4 ვარიანტი, 30 მინიმუმ შუალედური, ფინალური, ხო, ერთი ჯგუფი, ორი ჯგუფი, ინგლისური, ქართული, ძალიან დიდი დრო მიმდიოდა. მარტივად, დავუწყოთ ესე რომ ერთი ტესტების სეტის აგებაზე დღე ნახევარი მიმდიოდა. ერთი ჯგუფისთვის რო გამიგეთ. ერთი დღე გრუბად. ChatGPT-ს უტვირთავ წიგს ეუბნები რომელი თავიდან როგორი სირთულის რანაირი ტესტი გააკეთოს და აგენერირებს ტესტებს. არ პირდაპირ ვამბობ მე ბოლო კურსი ChatGPT-ის ტესტებით დავახურით. აღარ გამიკეთებია რა. ანუ ChatGPT-მ რეალურად 8 საათის საქმე 1 საათში გამიკეთა პრომპტის გაწერა ამოღება შესაბამისი თავების, თუ ბევრად მეტი თავები იყო, იმიტომ რომ ბევრი მონაცემი უჭირს და მერე გადახედო რა. ხო, იქ რამდენად რელევანტური სწორია, რამდენად წიგნიდან აქვს წამოღებული, რამდენად არა, ხო, ეხა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, გადახედო. რაც თქვა ნინო. წერა ნინო რომ ამბობდა, შენ რომ ამბობდი, რომ აი ეს რაღაცა user case-ებში საერთოდ შედეგი არც აქვს, აი მაგ მომენტებში არ აქვს, მაგ user case-ებში არ აქვს შედეგი, როცა უბრალოდ ვაკეთებინებთ და ვაკოპირებთ. ანუ ტესტებზე არ მაქვს საუბარი, რაღაცა ტექსტს ვინმე აკეთებინებს, აგენერირებინებს და უბრალოდ აკოპირებს საუკითხველად, გაუაზრებლად. და ხო, აი ამ შემთხვევაში რა შედეგი აქვს? რაღაცა ტექსტი აქვს დავალებოთ და გააკეთებინა, დააკოპირა, მიიტანა, ისე რომ არც წაიკითხა. მან სხვათა შორის დადარების კაი მეთოდია გადაამოწმო Gemini-ში მაგალითად. ანუ თუ რამე მნიშვნელოვანი ხარ, ალბათობა იმისა, რომ ორივე ერთი და იგივე თემაზე, ერთი და იგივე დროს ჰალუცინაციას ვწო დაბალია. თუ თემა არ გესმის.
კიდე სორსები მოსთხოვო, ხო? ეს ჰალუცინაციები ცნობილი მომენტია, გადახედვა აუცილებელია და პლუს მაგას აი კიდე ვიცით როგორი რაღაცა არის ხოლმე? აი როგორ გითხრათ? მაგალითად, მე ვარ მინიმალიზმის მომხრე თულებში. იმიტომ რომ მე ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე მქონია შემთხვევა 4 სხვადასხვა პლატფორმაში მიმუშავია პარალელურ რეჟიმში. იმიტომ რომ რა სოფტსაც ვაყენებ, გუნდიც იმ სოფტში მყავს. 4 სოფტში და 5 ჩატში მიმუშავია სხვადასხვა პლატფორმაზე. და ეგ არის რთული. ანუ მე რო ვიცი რაოდენ ახლა ეს ის არის პრობლემატურია. მადედან გამომდინარე. ხო და მინიმალიზმის მომხრე ვარ, მაგრამ ხშირად მინახავს რომ მაგალითად შესაძლებელია კონკრეტულად აი ამ workflow-ს მიღება შენს არსებულ პლატფორმაზე, მაგრამ მაინც მიდიხარ სხვასთან. სხვა პლატფორმაზე, მაგალითად მე რო ახლა აი make.com-ი, N8N-ი, იგივე Zapier-ი, ხო, ვის რა ურჩევნია. ეხლა არის კონექტორი პლატფორმებია. კონექტორზე მხოლოდ მაშინ მიდიხარ თუ შენი work management-ის პლატფორმა აი ამ რთულ ბმას არ გისაპორტებს. მხოლოდ მაშინ მიდიხარ. იმიტომ რომ ეს არის დამატებითი ჯამში თავის ტკივილია რა, კონექტორი პლატფორმა. ოპერაციის თვალსაზრისით, თავის security ცალკე თემაა და პლუს მაგას დამატებითი ხარჯია, ხო? რა თქმა უნდა. პლუს ერთი პლატფორმაა შენთვის რომ მუდმივად აკონტროლო, იმიტომ რომ ზოგჯერ შეიძლება იყოს ხარვეზი და ხარვეზის ერორი არ ამოგივარდეს. ანუ cross-check-ები უნდა აკეთო, გამიგეთ პერიოდულები, ანუ ტრიგერებში უნდა იყურო იქ რამე ხო არ არის, რაც ამან ვერ გამოატარა და არ დამიერო. Make-ს ეგეთი რამეები ჭირს სხვათა შორის. ხო და შესაბამისად, ანუ გონივრული მიდგომისკენ ნელ-ნელა წავალთ ჩემი აზრით რა. თულებთან დაკავშირებით მინიმალიზმი რაც ახსენე ნინო, ჩემი აზრით ძალიან აქტუალური თემაა და ძალიან კარგი თემაა. იმიტომ რომ ჩვენ მანამდეც ვისაუბრეთ, იცი რა, მე და შენთვის სიტყვაზე ეს ამდენი თულთან გამკლავება, ასე თუ ისე მარტივი თემაა. და ვაკეთებთ. არა, იმიტომ რომ ჩვენ ვიღაცაზე მეტი ვართ, მაგალითად, ან რაღაცა ამ პარტონული გადმოსახედიდან არა. არამედ იმიტომ რომ ეს ჩვენი საქმიანობაა გარკვეულწილად. ჩვენ ჩართულები ვართ ამაში და ჩვენ პროფესიონალები ვართ ამაში და ვიღაცისთვის, ვინც მაგალითად იურისტია და კანონებში ერგება საუკეთესოდ, იმისთვის რაღაცა ასე თუ ისე უცხო ხილია რა, იმიტომ რომ ფიზიკურად არ არის ჩართული ამ საკითხებში და სხვა რაღაცაშია პროფესიონალი და აქედან გამომდინარე, ვინც იმპლემენტაციას უკეთებს ასეთ გაციფრულებას, AI თულებს და რაღაცა, ძალიან მნიშვნელოვანია ეგ მომენტი, რომ კი არ უნდა მიაყარო 50 თული და რაღაცა ყველაფერი ერთბაშად, არამედ ნარჩევად, გარკვევით, დაკვირვებით და გაზომილად და რაციონალურად რა ეტაპზე რა სჯობს, რა ჩართულა მინიმალურად, კი. მე ძალიან მომეწონა რა თქვი, ძალიან მნიშვნელოვანია. კი, კომპანიებში რომელიც მაგალითად ბუღალტერიის პრობლემის იქეთ და Excel-ის იქეთ სოფტთან არ უმუშავია, მე ყოველთვის ვეუბნები რომ მინიმალური ფუნქციონალით დაიწყეთ ერთი სოფტით. ამას, როდესაც კარგად გაითავისებთ, რაც ყველაზე აუცილებელია. მერე უკვე შეიძლება იქ ვისაუბროთ API-ებზე, extension-ებზე, დამატებითი ფუნქციების ჩართვაზე, სხვა სოფტების დაერთებაზე და ასე შემდეგ. მაგრამ თავიდან აი უცებ სადრო რაღაც 10 ტომი გაქვს ასაკითხი და სადრო 10 გვერდი გაქვს ასაკითხი. ხა რომელს უკეთესად აითვისებ? 10 გვერდს. მერე კიდევ 10 გვერდს და ესე გახვალ როდესღაც იმ 10 ტომზე, მაგრამ შეიძლება ერთი ტომის იქით მიხვდე, რომ ის დანარჩენი დღეს უკვე აღარ გჭირდება და ჯობია რაღაც სხვა მიმართულებით წახვიდე, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა, მინიმალიზმი როგორც ფუნქციონალში, აუცილებელი მინიმალიზმი. ასევე სოფტების ოდენობაში. რომ აი არააბნიო ადამიანები, რომლითვისაც ეს არ არის პროფესიის და ყოველდღიური ქცევის ნაწილი. იურისტებისთვის ან თუნდაც ადამიანს, რომელსაც არ ქონია სამსახურიდან გამომდინარე სოფტთან შეხედა. ადამიანი ჩავარდება რეალურ ასასო წარკვეთილებაში, უცებ რომ რაღაცა ის 230 ფუნქციონალი მიაყარო, ცუდად გახდება ადამიანი. მარტივი ტასკების drag and drop-ი და დანარჩენი უკვე ასე შემდეგ. მეცეში უკვე შეიძლება რომ გავშალო აი კლიკაპი და
მოკლედ, work management პლატფორმებს ზოგადად ყველას აქვს გარდა იმისა, რომ თავისი პლუს მინუსები, ხო? ასევე აქვთ თავიანთი ხოლმე შიდა სტრუქტურა. თავიანთი ვიზუალური მხარე, ფუნქციონალის ფექიჯი თითოეულ ფექიჯში, ხო? ეხლა რასაც ჩვენ დღეს ვნახავთ არის ასე ვთქვათ მეტნაკლებად უნივერსალური, ყველგან ერთი და იგივე არის თქვა, არ ვიტყვი, მაგრამ პრინციპი ერთი და იგივეა და AI-ის შესაძლებლობებიც არ განსხვავდება დიდად, რა, აი, როგორ არის იცით? შეიძლება ვიღაცამ ერთი თვით რაღაცა დააგვიანოს. ის ერთი თვე დღეს მართლა არაფერს გიწყვეტს რა. რაღაც კონკრეტული ფიჩერის გამო ერთი პროგრამიდან მეორეში სვიჩი არ უნდა გააკეთო მაგის გამო. ამიტომ ეხა კლიკაპი, იმიტომ რომ ეხა ვინც მოგვისმენს და ნახავს, შეუძლია დარეგისტრირდეს ეგრევე და ეს AI თვითონ გატესტოს. კლიკაპის აბსოლუტურად უფასო სივრცეში შეუძლია ამის გაკეთება. ანუ ეხა მეც უფასო მაქვს გახსნილი, იმიტომ რომ მიმდინარე პროექტები რაც მაქვს, მე სხვა პლატფორმაში მაქვს, რომელსაც დემოდ ვერ გავუშვებ, რა, თან ვერც გატესტავენ რო რამე. ხო, ეხა ზოგადად work management-ში რა გვაქვს? work management-ში გვაქვს, აქ ეხა კლიკაპში როგორ არის? workspace-ი შეესაბამება ორგანიზაციას ხოლმე, როგორც წესი ეგრე ჯობია და არის space-ები. დაუშვათ space-ები არის სტრატეგიული მიმართულება, ან დეპარტამენტი, IT დეპარტამენტი, მარკეტინგი მაგალითად, ხო? სტანდარტული იერარქიაზე რო ვისაუბროთ. Agile-ში სხვანაირი სტრუქტურების აწყობა შეიძლება გააჩნია მათ როგორ აქვთ გადანაწილებული საქმეები. ეხლა სტანდარტულ იერარქიაზე ვსაუბრობ. და არის შიგნით ლისტები, ლისტი შეესაბამება ან რომელიმე სამმართველოს, ან რომელიმე ოპერაციულ მიმართულებას, ან პროექტს. მაგალითად, ხო? კარგია კიდე რომ ზოგ work management პლატფორმაში ნახავთ უკვე ჩატების ჩაშენებას იწყებენ. ანუ დღეს ჩატები ცალკე პრობლემაა რა. WhatsApp-დან ვერ ამოვიდნენ ქართველები რა. ამ დროს WhatsApp-ი, ის WhatsApp-ი, რაც მათ აქვთ, არსად არ ინტეგრირდება. ანუ ბიზნეს გჭირდება ფასიანი WhatsApp-ი, რომ დააინტეგრიროს სადმე. და დაინტეგრირებაც ცალკე პრობლემაა. ჩატებში ცოტა გვიჭირს. მე Google-ის ჩატები მომწონს პირადად ძალიან, იმიტომ რომ მე Google-ის workspace-ში რადგან რაკეთებ რაღაცებს, Google-ში მე მქონდეს ჩატი მირჩევნია. თან დაუშვათ აქვს რა იმას თავისი შიდა ორგანიზაციული პლუსები, რაც მომწონს და Slack-ივით მძიმეც არ არის. დღეს ამ სიმძიმეს ჩვენ ვეღარ გვგრძნობთ. მაგრამ მაინც დღევანდელი თანურები ტელეფონები ამ სიმძიმეს ვეღარ გრძნობენ. იყო დრო, როდესაც ტელეფონები გრძნობდნენ ამ სიმძიმეს, ალბათ ერთი 6-7 წლის წინ Slack-ი აი რომ დაიკიდებოდა აღარ იწროდა. დღეს უკვე ხა ჩვენი ოპერაციული სისტემა ტელეფონებზე ჯამში მისი capabilities აი ამ სიმძიმეს ვერ გრძნობს. ზოგს Telegram-ი უყვარს და ასე შემდეგ. მოკლედ, აი მაგალითისთვის აი ხა გადავედი ახლა მე აი ამ პროექტზე მაქვს რაღაცეები ახლა დაყენებული. ხო? view-ების switch-იც არის ძალიან ბევრი, აქვს კიდევ ასევე ყველა თითქმის ყველაში, აი როგორც ჯირას ხო აქვს Confluence-ი. აი Confluence-ის ნაირი კარგი, რა თქმა უნდა, ესენი არ არის, იმიტომ რომ ის თალკე ჩემი საყვარელი Confluence-ი ბევრ რამეში ძალიან მიყვარს მე, თუნდაც აი რეპორტების live გენერირებაში, იქ რაღაცაში ძალიან მომწონს. აქ არის დოკებიც. ანუ ჩვენ ვხედავთ task-ებს ლისტის სახით, გვენებავს ბორდის სახით, ხო? ეს არის მაგალითად Kanban board style. თან Kanban-ი არ არის, იმიტომ რომ VIP ლიმიტები მაქვს გათიშული. მაგრამ თან მე რას ვხედავ, რომ მაგ პროცესის სტეპები, to do, რაც უნდა გავაკეთო, in progress-ი, on hold-ი და მაქვს done. ანუ ის რაც შესრულებულია და complete. ხშირად done-ს და complete process steps ვაკეთებთ ხოლმე ცალ-ცალკე, ან ready for reviews ვარქმევთ, რომ ერთია მე რას თვლი რომ გავაკეთე და მეორეა ვინც დამავალა იმან რომ დააკონფირმოს, ხო? თუ არ არის ამისთვის ცალკე რაღაც ბათანი და როგორც წესი აღარ არის, დადანება Trello-ში იყო შესაძლებელი, ერთადერთი დადანებუებითი ფიჩკა კეთდებოდა, დანდებოდა და აკრებოდა,
ვარდებოდა იქეთ. Ну, anyway რა, ანუ პროცეს სტეპებით და ეს თითო task-ი არის ერთი დავალება, რომელიც drag and drop-ით აი ესე მოძრაობს. და on hold-ში გადმოვიდა, ხო? On hold-ი ნიშნავს, რომ მაგალითად ან გაიჭედა ან due date-ი არის, ავტომატიზაციაც მაქვს დაყენებული, რომ due date-ზე და ასე შემდეგ. ხო? ზოგადად თითოეულ task-ში ჩვენ აქ ხედავთ გარკვეულ ინფორმაციას, დასაწყისი, დასასრული, time estimate-ები, tag-ებს თუ იყენებ, ხა tag-ებს დიდ პროექტებში ვიყენებთ, მაგრამ ხა აღარ გამიკეთებია. Track time-ი აქვს მაგალითად კლიკავს, პრიორიტეტულობა, relationship-ები. Ну, ცოტა უაზრობმებია, ანუ უაზრო არა, კარგი ბმებია, უბრალოდ ჩვენ project manager-ები ცოტა old school ხალხი ან waterfall-ში, ჰიბრიდებში ვისაც გვაქვს ნამუშევრები, project-ულ ბმებს ვართ ხოლმე რა. Microsoft Project-ის ბმებს ვართ ხოლმე. აქ ეგეთ ბმას ვერ ნახავ, ხა აქ მარტივი ბმებია. აქ ხა ამას არ ვიტყვი რა არის, იმიტომ რომ გაჩვენეთ და აქ გვაქვს subtask-ები, checklist-ები, attachment-ები, გვაქვს აქტივობები. ყველაფერი არის, ასე ვთქვათ, აი აქ ჩამოწერილი აქტივობების ლოგი, ეს ხოთაში უნდა აღინიშნოს, რომ Zogsoft-ში ეს არ არის და ლოგი რო ნახო, იქ დრაკონი უნდა მოკლა, სადღაც შეხვიდე, ყველა აქტივობები ჩანს და კომენტარით შეგიძლია რაღაცეები, იქ პირობითად იქ დააინტეგრირო, task-ი დალინკო და ასე შემდეგ და სხვადასხვა პირობითად სხვა აპლიკაციები ჩააშენო. ხო. Ну, აი ეს არის, ხო? ესე გაქვს გადანაწილებული, მიესაინებული ყავს ადამიანები და live რეჟიმში ხედავ, ვინ რას აკეთებს. რომელი დავალება, რომელ ეტაპზეა, რას ვადაეწურება და ასე შემდეგ. თავიდან ამ ყველაფრის მანუალურად გაკეთება და გადაწყობა გვიწევდა. გათასკე, მიაბი, მე აქ ეხლა ეს ხო უბრალოდ სათამაშოა, ხო? რეალურ ცხოვრებაში 5 task-ი შეიძლება 9 საათში დაიდოს. Ну, მაგას თავისი სპლიტის მეთოდები აქვს, იმიტომ რომ არსებობს გარკვეული გონივრული სიდიდე task-ების ოდენობის დროში, რაც შენ ბორდზე უნდა დაინახო. თუ ხედავ, რომ ბევრი task-ია, ბორდი უნდა გაისპლიტოს შიდა დამატებითი მიმართულებების მიხედვით, იმიტომ რომ მე ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, მიდევნება თვალყურის სულ ზემოთ მენეჯერი ვინც დგას ძალიან უჭირს. ამიტომ ისპლიტება ხოლმე ბორდი, მასეთ შემთხვევაში. ხო, მერე გაგვიჩნდა ფილტრები. ფილტრები არ არის AI არანაირად ინსტრუმენტი, შეგიძლია რო ზიარდება ცოტა ჭედავს ხოლმე ეს. ამოარჩიო გაფილტრო მაგალითად assign person-ის მიხედვით. მაგალითად, ჩემზე რამდენი task-ია მიესაინებული ან სხვაზე. პრიორიტეტულობის მიხედვით, due date რომელს უახლოვდება, რომელი არის ვადაგადაცილებული და ასე შემდეგ. მარტო ფილტრები ეხლა დღეს, როდესაც პირობითად შენ გინდა space-ებს შორის იპოვო გარკვეული პატერნები, ლისტებს შორის იპოვო გარკვეული პრობლემები. ჯამურად გქონდეს გარკვეული ინფორმაცია, აქ უკვე ეს აღარ დაგეხმარება. ასევე მაგალითად კიდევ რა არის, რომ გაჩნდა მერე ავტომატიზაციები, ნახეთ. ეხლა დღეს უკვე ავტომატიზაციები, როგორც AI საშუალებით არის შესაძლებელი, ასევე AI-ის გარეშე არის შესაძლებელი. ხო? მაგალითისთვის ეხლა აი გაჩვენებთ მე ხა რამოდენიმე ავტომატიზაციას, რომელიც წინასწარ გავწერე, ხო? მაგალითად, ეს არის AI რეპორტი, ხო? მაგრამ აი ეს კონკრეტულად ესეც AI არის, ეს არ არის AI ავტომატიზაცია. ზოგადად ავტომატიზაციები მაგალითად ხა ძალიან მალევე შემოვიდა. თავიდან იყო შესაძლებელი გარე პროგრამების ჩართვით ხდებოდა გაძლიერება. Trello-ში ამას მახსოვს power up-ები ერქვა. ხოლო შემდგომ უკვე პროგრამებმა დაიწყეს შიდა მარტივი ავტომატიზაციების ჩაშენება, რომელიც ძალიან ამარტივებდა საქმეს. მაგალითად, თუ მოხდება ეს, შენ გააკეთე ეს. აი მარტივი ავტომატიზაციები მაგალითად რომ წარმოვიდგინოთ. აი ნახოთ. მაგალითად, ხო, ანუ add automation და მარტივად შენდება. აი მაგალითად, პირველი ავტომატიზაციების AI-ის გარეშე რაში მდგომარეობს? აი, ნახეთ, რას ამბობს ეს, რომ როდესაც ყველა subtask-ი შესრულდება,
შენ ავტომატურად დანში გადამიტანე task-ი. ხო. სხვა ავტომატიზაცია კიდე ეხლა უამრავი სცენარი არსებობს რა. მაგალითად due date-ი როცა მოახლოვდება ავტომატურად on hold-ში გადამიტანე task-ი. და ასე შემდეგ, მაგალითად ეს ეხლა უკვე AI არის და ამას გაჩვენებთ რაც არის. ხო? აი ესეთი ავტომატიზაციები. ანუ ეს რას ნიშნავს? ავტომატიზაცია არ არის აუცილებელი გქონდეს. აი recurring task-ები შეგიძლია დააყენო. მაგალითად ყოველ ორ შაბათს მე ერთი და იგივე საქმე თუ მაგ გასაკეთებელი დილიდან და task-ი უნდა ჩამივარდეს, მე შემიძლია recurring task-ი შევქნა და ყოველ ორ შაბათს დილის 9 საათზე task-ი ავტომატურად თავისი ატრიბუტებით დამიგენერირდეს და დამხდეს. ანუ მე როგორც მენეჯერს ყოველ ორ შაბათს ამ ბუღალტერიის განმეორებადი ბუღალტერიის გაკეთება აღარ მიწევს. ანუ უამრავი სცენარია უშუალოდ აი ამ ავტომატიზაციების და ყველას ასე თქვა თავის ისტორია აქვს. ავტომატიზაციას ვაკეთებთ მხოლოდ ისეთ რაღაცებზე, რაც უეჭველი მხოლოდ ესე მიდის და სხვანაირად არ მიდის. რაღაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ეს გქონდა, მერე შემოვიდა AI. AI-ს გამოყენება არის თვლით. ანუ რამდენჯერ შეგიძლია AI-ს რაღაცა გააკეთებინო ან კითხო. ოკენებზე კი არ არის მიბმული სიდიდეზე დაუშვათ, ხო? output-ის ან input-ის. ორ სიტყვაც ერთი თვლაა და რავი რაღაც 1000 სიტყვაც ერთი თვლაა რა. ამიტომ აქაც უნდა ვიყოთ თხილად. ანუ გონივრულად უნდა გავხარჯოთ სანამ ესეა. იმიტომ რომ მე ძალიან ღრმად მჯერა, რომ სანამ შიდა work management პლატფორმებში ულიმიტო AI-ს გამოყენება არ შემოვა, მანამდე სრულფასოვან გამოყენებაზე და დანერგვაზე ხმამაღლა ვერ ვისაუბრებთ. ხო, იმიტომ რომ არის ულიმიტოები, მაგრამ ნუ საკმაოდ ძვირი გამოდის. ისიც ყველგან არ არის. ამიტომ ცოტა ხანში მე ვფიქრობ, საკმაოდ ხელმისაწვდომი გახდება ულიმიტო შიდა AI ინსტრუმენტები work management პლატფორმებში. $30 კი არა კაცზე. არამედ გაცილებით უფრო ERP და ხელმისაწვდომი გახდება. მაგრამ დღეს თუ არ დავიწყეთ ამ ყველაფრის გამოყენება, ხვალ უკვე როცა ძალიან ბევრი capabilities დაგროვდება, იქნება გაცილებით უფრო რთული. ხო, ეხა AI აქ სად არის ხოლმე ზოგადად, ხო, work management პლატფორმებში. პირველი აი აქ search-ში არის აქ დამატებული, ანუ AI გაძლევს რაღაც დამატებითი search-ის შესაძლებლობას. Connect Apps შეგიძლია აპები დააინტეგრირო, დაუშვათ და იქედანაც გამოითხოვო ინფორმაცია, აი, იცით რას მაგონებს ეს ცოტათი? კონექტორი რო გაუშვა ეხლა ChatGPT. რო შეგიძლია Google-ის Drive-ს, Mail-ს და ასე შემდეგ დააკონექტო და read-only-ა და წამოიღო ინფორმაციები. დაახლოებით ესეთ რაღაცას მაგონებს. მაგრამ ჯერჯერობით ამ ყველაფრის processing-ის დრო არის დიდი. ნუ რაც Gemini-მ გამიკეთა Gmail-ში, 3 წამში, 4 წამში, საათნახევარზე ცოდვილობდა ChatGPT-ის კონექტორი. თემა იყო, რომ Gmail-ი დავაკონექტებ, ტესტავდი, რომ წამომიღემეთ კი კონკრეტული რაღაც ინფორმაცია ერთი თვის განმავლობაში კონკრეტული მეილიდან და ამ სიტყვა სადაც იქნება თქო რა. საათნახევარი ორჯერ გაიჭედა, საათნახევარი იცოდვილა და ზუსტად იგივე Gemini მიპოვა 3 წამში Gmail-ში. საით მივდივარ, ერთია ხოლმე ჩდება შესაძლებლობები და მეორეა რამდენად გჭირდება ეს შესაძლებლობა და რამდენად კარგი use case-ია. იმდენად ლიმიტირებულია დღეს კონექტორები, რომ მე რაღაც აი ბევრი აპლიკაციის გაერთიანება ისე რომ მარტო ChatGPT-მ შეძლოს და ისე ვერ შევძლო უფრო მარტივად, აი ჩემი საქმიანობიდან და იმ საქმიდან გამომდინარე, რაც კომპანიებში ვაკეთებ ხოლმე, ცოტა ისეთი რაღაც განსაკუთრებულის მოძებნა გამიჭირდა, რო თქვა, რომ ეს არის აუცილებელი რამ. რასაც სხვანაირად ბევრად უფრო აი რაღაცა ხო ხდები ხო უნდა თქვა, რომ აი დრო დაგიზოგა, რაღაცა გააკეთა, რაც სხვა არა. ანუ ზუსტად ერთი და იგივე, რამდენი use case-იც ახლა მე მოვიფიქრე, ერთი 20-მდე use case-ი მოვიფიქრე, სხვანაირად ბევრად უფრო ნაკლებ დროში გავაკეთე.
ხო და აქაც ამ კონექტორებზე ჯერჯერობით ასე ოპტიმისტურად ვერ ვართ რა. მაგრამ მაინც რო ვიცოდეთ, აქაც უკვე არის, რომ ერთ ჩატში შეგიძლია შემოიყვანო რაღაც ფორმით. ხო, ეხლა მაგალითად suggestion-ები შეგიძლია მიიღო. task-ებზე, doc-ებზე, იგივე, რა ვიტყვით, deep search-ი. უბრალოდ ვინც ამას გატესტავთ, იცოდეთ, რომ უფასო ვერსიაში deep search-ით ვერ იმუშავებთ. deep search-ი არის ახალი ფიჩერი. 2 კვირის წინ გააძლიერა ClickUp-მა თავის AI და ClickUp Brain ქვია ამას აქ და აი ეს რასაც ნიუ აწერია დაახლოებით 1-2 კვირის რელიზებზე არის გაკეთებული რა. აი ეს ხედავთ ხო ნიუ რასაც აწერია და search-ი, იმიტომ რომ ის სიახლე რაც არის და აქამდე არისო, აქამდე შეგეძლოთ მხოლოდ space-ის დონეზე მუშაობა თუ არ გქონდა სპეციალური PPM-ის შემცველი პაკეტი ნაყიდი. PPM-ი არის project portfolio. როდესაც შენ შეგიძლია enterprise-wide ხედვა გქონდეს სრული მდგომარეობის და არა მხოლოდ list-based, როგორც ეხლა list-based რეპორტი გვაქვს ეხლა dashboard-ებზე მხოლოდ. და აი ეს ეხლა რადგან აქ ხედვა არ არის ეს deep search-ი, ფაქტიურად ვერ მუშაობს, დღესდღეობით ეგრეა, მაგრამ შეიძლება გატესტო მაინც გააკეთებინოს ახლო მომავალში. შესაბამისად ეს არ არის. ამან შემოიტანა, რომ AI შეუძლია მთლიანად workspace-ის დონეზე ეძებოს შენთვის საინტერესო თემები და ეს არის ძალიან სასარგებლო ფიჩერი. ჩემი გამოცდილებით პირველ რიგში ეს არის რა დუბლირებული task-ები. task-ები, რომლებიც შემთხვევით დადუბლირდა სხვადასხვა ბორდზე. რომელიმე კონკრეტული თანამშრომელზე task-ები workspace-ის ჭრილში, თუმცა ამას ახლა enterprise-ის იმაშიც ამოვიღებ ხოლმე რა და ასე შემდეგ. stand-up-ი რეპორტის დაწერა შეუძლია. მაგალითად, ხო, აი აქ მე შემიძლია ახლა დავაჭირო generate people or teams, იმიტომ რომ stand-up-ი ხო people based არის. ამ შემთხვევაში მეორე users არ აქვს დაკონფირმებული, ჩემი მეორე fake user-ია. ხო, და ერთი ადამიანის 24 საათი არა, მოდი გავზარდოთ, იმიტომ რომ this week-ს ვიზავ, იმიტომ რომ მე დღეს რეალურად აქ არაფერი გამიკეთებია და შეიძლება მითხრას არაფერია. მიგენერირებს stand-up-ები twin ვინც მუშაობს past weeks-ზე აგენერირებს. This week I focused on a range of core projects. როგორც ხედავთ, მუშაობს ინგლისურად. ქართული ესმის, მაგრამ უჭირს ბრძანებების გაგება. და ესე ავტომატურ ბრძანებებსაც ვერ მისცემ და ისეც აი ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ და დაიმახსოვროთ ხოლმე რა როგორ ესმის. და ესეთი მაგალითად key highlight-ები ამოუშვა. რა იყო გაკეთებული და პატარა შეჯამებაც გააკეთა. ეხლა მე ამას მინდა task-ad გავუშვებ, მინდა doc-ad გავუშვებ. ანუ ერთგვარი action based არის. გაიგე. ხო, ანუ ნახეთ დოკუმენტი დამიგენერირა. მე ამ დოკუმენტს რასაც მინდა დავარქმევ, დაუშვათ იყოს stand-up და ვიკი აქვს ამის თავისი ერთგვარი ტემპლეიტების და დოკუმენტების გაერთიანება, ეხლა ამას არ შევეხები. შემიძლია დავუშვათ მე tasks იმას ვქნა, რა ქვია, მივაბა და მიბმულია ჩვეულებრივ დოკები ლინკებზე, ანუ ცოტა ადრე სანამ დოკები გამოჩნდებოდა, იცით როგორი workaround-ები გქონდა? დოკუმენტებს attachment-ით ვაბავდით, მერე drive-დან ლინკებს ვსვავდით და სხვა გზა არ იყო, რომ დიდი ტექსტი აღწერილობაში არ გვეწერა და დღეს მაგალითად რისი შესაძლებლობაც გაჩნდა, რომ ესეთი პატარა დოკუმენტები თუ რაღაც დიდი გარედან შემოსული ფაილები არ არის, მარტივად შეიძლება წესები, project scope, რაღაცა ხო, მაგრამ project scope მაქვს. project scope მქონდეს აქ და ცალკე ხო ხდებით საბუთები ამაზე, attachment-ები არ ვაკეთო. ეს არის random project scope, მაგრამ აქაც შემიძლია უკვე მე AI გამოვიყენო. თუ switch-ი მინდა, ქვემოდან შემიძლია switch-ი გავაკეთო მარტო. და ნუ სტანდარტულად რა, ანუ ნახეთ suggestions კითხვები, შენ თვითონ შეგიძლია რამე დაწერო, ნუ მოდი summarize გავაკეთებ. მოკლედ ბევრ შესაძლებლობებს გვაძლევს ClickUp-ის შიგნითვე მუშაობ და სხვა პლატფორმებზეც ნახა არ მგონია ამდენი ფუნქციონალი იყოს მე Notion-ს ტესტავ და ამ წუთის მდგომარეობით და არ არის ამდენი ფუნქციონალი, მაგრამ Monday-საც ნაკლები აქვს. კი, Monday გავტესტავ.
თუმცა ასე თუ ისე ყველას აქვს, ნუ ასანასაც ტრელოსაც, მაგრამ ნუ როგორც ხდები კლიკაპს ყველაზე მეტი აქვს. კლიკაპი რატომღაც ყველაზე ყოჩაღი პროგრამაა. ანუ თუ რამე არის, ამაში უეჭველი არის ხოლმე ყველაზე სწრაფად. სხვა სოფტები დაეწევა, აუცილებლად დაეწევიან, უბრალოდ მათ მეტი დრო ჭირდებათ ხოლმე რა. რასაგებია. ხო, აი ნახეთ, სამარი გამიკეთა. ხო, ამას ეხა მე პირდაპირ აქ ვერ ჩავსვავ, ეგ მინუსი აქვს. მაგრამ შემიძლია გავუკეთო კოპირება და აი აქ ნებისმიერ ადგილას დავუშვათ, ეხა უშნოდ კი ჩაჯდება, მაგრამ რაც არის, ხო? ეს ცალკე დოქს დამიგენერირებს. შემიძლია retrites გავაკეთებინო და ასე შემდეგ. იმას რო აქვს კარგი summarize Google-ის დოქში, Gemini-ის ეგრე არა აქვს, მაგრამ ნუ თავის საქმე გააკეთა. და ეხა რო გადავავლე თვალი, ხარისხი ძალიან ნორმალურია. ეხა კიდევ გარდა მაგისა რა არის? სადაც აი ამ ფერად წარწერებს ნახავთ და აი ამ ფერად ყვავილს, ყველგან AI-ის რაღაცა ფუნქციონალი დევს. შეგიძლია summary შექმნა, subtask-ები დააგენერირო, იპოვო similar tasks, ask about this task. ნუ ეხა აი ამის საჭიროებას მე ვერ ვხედავ. აქეთ ის დოკი რომ მივლინკი აქ არის. მაგრამ ძალიან კარგი შეიძლება და იყოს გამოსაყენებელი, თუ კარგად არის გაწერილი აღწერილობა და სათაური არის აკურატულად გაწერილი, საკმაოდ ხარისხიან ვიკეთებს subtask-ებს. ძირითადად Agile-ში ვინც მუშაობს, მათ აქვთ როგორც წესი მაქსიმუმ ერთდღიანი task-ები. ყველას არა. არა Agile-ში ერთდღიან task-ს თითქმის ვერ იპოვი. ანუ task-ი არის დიდი. ერთი კვირა, ორი კვირა, ნუ მე ვაძლევ ხოლმე რეკომენდაციას, რომ 2 კვირაზე მეტი task-ი არ იყოს რა, ერთი კვირა ოპტიმალურია. მაგრამ ზოგჯერ არის მართლა დიდი საქმე, რომელსაც უბრალოდ სხვანაირად ვეღარ გათასკავ, ისე რომ ყველასთვის იყოს გასაგები და მისაღები. დიდი task-ების ქვეშ ყოველთვის გვჭირდება subtask-ები. ადრე ახლა ამ subtask-ებს ჩვენ ესე ვიგონებდით და წერდით ხელით. ეხლა შემიძლია ვთხოვო AI suggest subtasks. ნუ კარგი კონტენტია რა, არა ლოგიკური, არა საჭირო, არა ადეკვატური, მე ჯერ აქ არაფერი მინახავს. ძალიან ნორმალური flow-ა. თუ რომელიმე არ გინდა გამოთიშე, create subtasks, ანუ action based-ია უკვე. ნუ აი ფიქრიანად მინიმუმ 9 საათი აქ დაზოგე რა. შეუძლია ამას ეს საინი გადაგინაწილოს. მაგრამ აქვს პრობლემა, არის საკმაოდ შეზღუდული და მაშინ ძალიან დიდი პრომპტი უნდა დაუწერო თითოეულ რესურსს. სადაც კონკრეტულ პირდაპირ ლინკს იპოვის პატერნს, ხო? იქ მიაბავს, დანარჩენი დატოვებს ცარიელად. ეხა მე ეჭვება აქ რამე იპოვოს და მე სხვაგან გაჩვენებთ, ხო, სადაც პრომპტი გაწერილი მაქვს და reassignments გავაკეთებინებ. ანუ ესეც უკვე შეუძლია და ცოტა დრო მიაქვს. თუ შეგვიძლია მოდი ვცადოთ და თუ იპოვა იმ პრომპტიდან გამომდინარე რომელიმე ადამიანის სამუშაოს აღწერილობა რაც ჩაუდე. აი აქ ეხა მე ეს გააქტიურებული მაქვს უბრალოდ და გაჩვენებთ ეს საიდან აქტიურდება. რაღაც გარკვეული დრო დაჭირდა და რა გააკეთა. აი ამ აქ ეხა გაწერილი თითოეული ადამიანი, აქ ეხა არის ორი რესურსი. ერთი ჩემი უნივერსიტეტის მეილია, NG, აი CU Edu-ია. და მეორე არის ჩემი ჩვეულებრივი რაღაცა ნინინო გორგაძე, ხო? და თითოეულ რესურსს გაუწერე რა ტიპის task-ებს აკეთებს, რა ტიპის საქმიანობას და პრომპტში უწერია რომ all related job. და ამან გადაწყვიტა რომ მიუხედავად იმისა რომ აი აქ მაგალითად ამის შემსრულებელი სხვა არის, შინაარსიდან გამომდინარე subtask-ებში არის ეს. ანუ ერთია რომ ამან ესე გადაწყვიტა, მაგრამ მეორეა რომ შენც ახლა პირობითად თუ რომელიმე არ მოგეწონა, გათიშავ და უბრალოდ სხვა ადამიანს დააესაინებ. მოშლი და პირობითად არა, ამან უნდა გააკეთო, შეეშალა. მაგრამ აი ეს ახლა რატო არის მნიშვნელოვანი, რომ ვისაც პროექტებში უმუშავია ცოტა დიდ გუნდებთან, ვისაც უმუშავია კროს ფუნქციურ გუნდებთან, ვისაც უმუშავია სტანდარტულ მატრიცებში.
განსაკუთრებით თუ არა გაქვთ გუნდის მართვის ან extension-ი აღარ იყიდება, ანუ პაკეტი შესაბამისადაც ეს ჩანს, რომ მე ვხედავ დროის განმავლობაში რამდენი ადამიანი რომელ task-ზე ან რომელ პროექტზე მაგალითად დროის რამდენი პროცენტით არის მიმაგრებული და ვერ ვხედავ მის თავისუფალ დროს, გუნდის გადანაწილება არის ჩვეულებრივი ჯოჯოხეთი რა. ამის სრული ამ სიტყვის სრულია ესეთი პირდაპირი მნიშვნელობით და როდესაც AI-ზე დაიწყო საუბარი, პირველი რაზეც საუბრობდნენ საერთაშორისო კონფერენციებზე, მაშინ აქტიურად იყო ხოლმე ეს ონლაინ, პირველი რაზეც იყო, რომ იქნებ რამენაირად team management-ი გავაკეთებინოთ. აი ასეთი რთული გარემოებებისთვის, სადაც გუნდი არის კროს-ფუნქციური, არის მატრიცა, ერთი ადამიანი 8 პროექტშია და 10 სხვა საქმეშია კიდე არა პროექტულში, ამ ადამიანების გადანაწილება ავტომატურად იქნებ გავაკეთოთ. და სადაც ამან უკვე ადამიანების შინაარსობრივი ესაინი შეძლო, ხვალ ზეგ უკვე პროცენტულობიდან გამომდინარე შეძლებს მათ assignments. თუ ვინმეს მსგავსი რამე სხვაგან აქვს გატესტილი, აი ხა ვინც გვიყურებს და სადმე მსგავსი რამე AI-ს გაუკეთებია, აუცილებლად მომწერეთ და მითხარით, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი საქმის, აი ნახევრის პრობლემების მოგვარება და გამარტივება რა. აი ესეც მაგალითად თვითონ გადაწყვიტა. ნუ კიდე აქ სამარი შეგიძლიათ find similar task-ი და ასე შემდეგ იპოვოთ. სხვათა შორის similar task-ის პოვნა ძალიან კარგი რამეა, იმიტომ რომ შეიძლება გქონდეს, მაგრამ უფრო კარგი არის workspace-ის ჭრილში, ვიდრე ერთი კონკრეტული პროექტის მაგალითად ჭრილში. მაგალითად, აი სანამ ეხა აგენტებზე და ავტომატიზაციებზე გადავალ, გაქვთ მაგალითად ესეთი სიტუაცია, რაღაცა მარტივი პროექტი გინდათ გააკეთოთ და გინდათ პირველადი ფიში, რომელსაც მერე დაუშვათ შეცვლით. ადრე სტანდარტულად ხო, ანუ შეგიძლიათ ChatGPT-ს დააგენერირებინო ან სხვა AI ინსტრუმენტს, რასაც იყენებ და მერე ხელით გწამოიღო რა. იმიტომ რომ კონექტორიც, ვერც კონექტორი და ვერც GPT-ები, scheduling ასისტენტები, თლად ეგრე კარგად ვერ მუშაობენ რა, ეხლა გატესტილია, მაგრამ თლად ის არ არის, რაც უფრო ინფორმაცია მოაქვს, მაგრამ action-საც აკეთებენ, მაგრამ ამ ყველაფერს იმდენი დრო უნდა და ჭედავენ. ეგეც გაკეთებული მაქვს, ანუ ასისტენტი, scheduling ასისტენტი ყავს GPT-ში, ნოდო ქვია და ნუ სანამ ნოდო მე გააკეთა, 1000-ჯერ უკვე გავაკეთე ასე. ანუ ეს უფრო მარტივია რა, ვიდრე ChatGPT-დან აქედან task-ები წერო. ნუ აქ რა შემიძლია executive summary, project update, find duplicate task, პრობლემური task-ების პოვნა, suggestion-ების და summarize-ის იქეთ action-based-იც გახდა. Automates რო დააწვევი, ეხა რაც უფრო ძვირიანია პაკეტი ავტომატიზაციისა და აგენტის აშენების, გაცილებით მეტი გვაქვს შესაძლებლობა. შეხედეთ როგორ არის, ანუ რისი გაკეთება შეუძლია, რაც ჩაშენებულია უკვე. Auto assign-ი, auto watch-ი, progress update-ი, action item-ები, specific requirements, მაქვს ჩართული, custom field-ის ველში ისმევა და მაქვს progress update-ი გააქტიურებული ყველა task-ზე. ანუ თუ რამე სიახლე არსებობს და რამე მოხდება, აი აქ ჩაიწერება. მოდით მე ხა აქ subtask-ებს დავაგენერირებ და დავარეფრეშებ. მოკლედ, task-ები აგერ შექმნა, აღწერილობა შექმნა, assign-ი გააკეთა, subtask-ები რატომღაც ვერ გააკეთა, მაგრამ მე subtask-ები შემიძლია აქედან გავაკეთო და ჯამში აი ამ ყველაფერზე 1 საათი, საათნახევარი მაინც თავი ნუ ფიქრიანად, ყველაფრიანად მე უკვე დავზოგე, რაც უფრო დიდია პროექტი, ბუნებრივია, უფრო მეტი დრო გეზოგება ესეთ რუტინულ საქმეზე და იღებ არსებულ ბაზას და არსებული ბაზიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, შენ აანალიზებ და ცვლი, მაგრამ ეხლა აი ეს რო წაიკითხოთ, საკმაოდ კარგი კონტენტი გენერირდება. გარდა მაგისა, ეხლა მაგალითად ავტომატიზაციები რომ ნახოთ, აი AI ავტომატიზაციები, ხო?
რაც უფრო, ასე ვთქვათ, ზვირიანი ვერსიით სარგებლობ, ნებისმიერ სოფტში ესეა, გაცილებით უფრო მეტი ავტომატიზაციის, AI-ის გამოყენების და აგენტების გამოყენების შენ გაქვს ფუფუნება ბუნებრივია, ხო? მაგრამ თუნდაც აი აქ კლიკმაპის უფასო ვერსიაში თქვენ შეგიძლიათ გატესტოს საკმაოდ საინტერესო ავტომატიზაციები. ნუ აი აქ არის გარკვეული ჩამონათვალი და მაგალითად აი ახლა რო შეხვალ ნებისმიერ პირობითად აი აქ არ გავაკეთებ, იმიტომ რომ აქ წეღან რაღაცა გავაკეთე მე. აი დავუშვათ თქვენ როდესაც შეხვალთ ნებისმიერ task-ზე, ავტომატურად მაქვს custom field-ი გააქტიურებული, რომელიც progress updates მიკეთებს. მაგალითად აი რა ხდებოდა task-თან მიმართებაში. ეხლა მე აქ ისევე AI subtask-ები რო გავაწერინო, მოკლედ როგორც კი ახლა ამ subtask-ები გავაწერინე, კონკრეტულად ეს progress update არის AI-ის ავტომატიზაცია უკვე, იმიტომ რომ აქ უკვე ჩვენ არა რაღაცას ვეძებთ ან ერთ-ერთი ვაბავთ, არამედ სამარის მიკეთებს ერთგვარად, სამარის არა, სამარის სხვა არის, ეს მიკეთებს progress-ის updates. ეხლა რა მინდა, რატო მაინც progress-ის update-ი ვაჩვენე, იმიტომ რომ ვისაც უმუშავია ან იმუშავებს და განსაკუთრებით როდესაც არის დიდი task-ები, ანუ task-ი გრძელდება 2 კვირა, 3 კვირა, ბევრი კომენტარია, ბევრი ფაილია, ბევრი subtask, იგი ჩეკლისტები კიდე ცალკე მოდის, ხო? ანუ კარდი გადაგეტვირთა. შენი progress-ის update-ი აი აქ არის, ნახეთ, აი აქ უზარმაზარი აქტივობების სია იშლება და ამ აქტივობების სიის კითხვაში დაიღლები. ანუ ეს გაძლევს აგენტის გატესტვის საშუალებას 25 ოპერაციაზე და AI-ზე 50 ოპერაციის გაკეთებას რა. და მოკლედ AI-ის ავტომატიზაციები არის ჩაშენებული აქ. თითეული შეგიძლიათ ნახოთ, manage automation-ში ნახოთ თქვენი ავტომატიზაციები რა არის, დაამატოთ და აქვს მაგალითად უკვე აგენტებია. ოღონდ აი აგენტები, აქ თლად ისეთი აგენტები არ არის, რასაც ჩვენ ვართ შეჩვეული მაგალითად იგივე Make-ში, იგივე N8-ში, იგივე Zapier-ში, ხო? და სხვა პლატფორმებზე ხა მარტო ესენი არ არის. ჩვენთან ახლა ძირითადად ამ პლატფორმებზე საუბრობთ ან ვიყენებთ. აგენტები აქ არის მაინც აი trigger action based, ორსაფეხურიანია რა. ეხლა ჩვენ ახლა მე რო Make-ის რაღაც ერთ სტანდარტულ ავტომატიზაციას ახლა გაჩვენებთ, იქ რამოდენიმე საფეხურს გადის და კიდე რამოდენიმე საფეხური შეგიძლია მიაბა. აქ აგენტები არის აი ესეთი, ასე ვთქვათ, ორსაფეხურიანი. ანუ გვაქვს ტრიგერი და მერე გვაქვს რა გააკეთე, რას გააკეთებს ამ ტრიგერის მერე. და AI აგენტი აკეთებს იმას, რომ შენ გაწერილი პრომპტის მეშვეობით კონცეპტუალურად ახალ შინაარსობრივ outputs იღებ. ანუ ჩვეულებრივი ავტომატიზაცია ერთი მდგომარეობიდან გადაიყვანს მეორე მდგომარეობაში, ხოლო როდესაც AI არის ჩვენ შინაარსობრივად განსხვავებულ რამეს მივიღებთ. ეხლა აქ მაგალითად weekly report-ია ჩართული, ყოველ კვირას რეპორტი მოვა, მაგალითად არის urgency ეს კონკრეტული აგენტი არის, რომელიც დაახლოებით აი ასე გამოიყურება, როდესაც due date-ი შეიცვლება, აი აქ ამოსარჩევად არის უამრავი აქტივობები, ნახეთ, ტრიგერი შეგიძლიათ საკმაოდ დიდი სიიდან ამოარჩიოთ და მერე AI აგენტს უწერია პრომპტი და ამის მუღამი რა არის, ეხა ნახეთ, როდესაც due date-ი მაგალითად task-ის შემეცვლება, ბოდიში, due date-ი შეიცვლება, კომენტარს გაგიწერს აგენტი, რომ due date-ი შეიცვალა, ფრთხილად იყავით, due date-ების ცვლილება არ არის პოზიტიური ცვლილება პროექტში, ანუ ვადა გადავწიე რა, თუ ბლოკერები ყავს, აქ dependency-დან გამომდინარე, მოკლედ ეს შეგიცვის. მსგავსი რამე, მაგალითად აგენტს აქ გაკეთებული აი აქ, ამ კონკრეტულ task-ში, რომლის due date-იც გადაიწია და გვერდზე მე აგენტმა დამიწერა რა. შეხედეთ, აი კომენტარებში ჩნდება მისი ქმედება. Channel-ში შემიძლია გავაჩინო, ანუ საერთო ჩატები რო არის პროექტზე ან თიმზე მიმული, რას მეუბნება, რომ კონკრეტული task-ი in progress არის, შეიცვალა due date-მა გადაიწია
და შესაბამისად task-ის description-იდან გამომდინარე და მისი subtask-ებიდან გამომდინარე აი ეს და ეს გააკეთე და თხილად იყავი რა ყურადღებით მოეპყარი და მომნიშნა მე როგორც შემსრულებელი. იმიტომ რომ ესეც იყო გაწერილი პრომპტში. მსგავსი რამის გაკეთება შეიძლება, როდესაც ახლოვდება due date. აი თავარი პრობლემა ეხა, რასაც ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გარდა გუნდის reassignment-ის, assignment-ის და მერე reassignment-ების, რომელიც never ending-ია. პრობლემა არის ხოლმე, რომ ადამიანს, როდესაც ბევრი task-ი აქვს, კი ერთი დღით ადრე reminder-ი შეგიძლია ჩაირთო. მაგრამ რაც მეტი reminder-ი იქნება, არის მით უკეთესი ჩემი პრაქტიკით. აი რაც უფრო ტვინის ბურღი როცა გაქვს ჩართული, ზოგიერთზე მოქმედებს ეს ნეგატიურად, ზოგიერთ ადამიანზე პირიქით, კარგად მოქმედებს შედეგობრივად. ეს დამატებითი, ასე ვთქვათ, შინაარსობრივი კომენტის reminder-ია, რომ პირობითად ან due date მოვიდა, ან ვადა გადაახამწნივე და იყავი, რასაც პრომპტში გაუწერ, იმ შინაარსობრივ outputs მივიღებ. ეხლა ეს უბრალოდ სამაგალითოა. უცებ გააკეთე ეს და იყავი ფრთხილად, იმიტომ რომ ჩვენთან ვადის გადაცილება project management-ში არასოდეს არც ერთი ტიპის პროექტში დადებითი რამე არ არის. ან ვერ ესწრება, ან დაგეგმეთ სულად, მაგრამ უნდა მოაკვრო. და ესეთ ტიპის აგენტმა, როგორც კი ვადა გადაიწია, ჩამისვა კომენტარი. ხო, კლიკაპში ახლა აგენტების გატესტვა შეგიძლიათ უფასოდ, შეგიძლიათ თქვენი აგენტით შექმნათ new agent-ი, დაიხმაროთ შეგიძლიათ ChatGPT და დაგაკვალიანებთ, იმიტომ რომ ამას საკმაოდ ვრცელი თავისი დოკუმენტაცია მოყვება, რომლის წაკითხვაც კარგია, მაგრამ მაინც ChatGPT უნდა დაიხმარო პირველად და მეორედ, როდესაც აწყობ. ხო, ასე რომ პრიორიტეტების ცვლილება, ადამიანების assignment-ის ცვლილება ცოტა უჭირს ხოლმე, მაგრამ მაინც აკეთებს. მოკეთ ზოგადად ეს და ბევრი რამე უკვე work management პლატფორმებში AI გახდა action based. თუ მე work management პლატფორმა ბოლომდე გავწურე და არ მყოფნის, მაშინ გადავდივარ მხოლოდ Make.com-ის და N8N-ის მსგავს აპლიკაციებში. ეხლა მე Martive Flows ვაჩვენებ, გავაზიარებ ეხლა Make-ში აწყობილს, ბუნებრივია პირადად ჩემი პოზიცია არის ეგეთი, რომ თუ გჭირდება რთული რამოდენიმე მიმართულებით რომ მიდიოდეს AI აგენტი თან მეტნაკლებად დაცული, შედარებით უფრო დაცული, მე მაინც on-premise N8N-ზე დეველოპერებს ავაწყობინებდი Flows და ეგრე ვიმუშავებდი. იმიტომ რომ დაცული ხარ ძალიან ბევრი რამისგან, მათ შორის პერიოდული გაჭედვებისგან და დროში გაცილებით უფრო იაფიც დაჭდება. მე გავტესტე როგორც scheduling assistant-ი, რომ კლიკაპში გადამეგდო task-ი, ამომეღო info გადამეგდო task-ი, არ მომეწონა იმ კუთხით, რომ კატასტროფულად ბევრი დრო დაიხარჯა. აწყობაზეც ბევრი დრო დამეხარჯა, რომ დოკუმენტაცია მეწერა და ასევე თვითონ აი ამ processing-ში და ამ ეტაპზე მე არ გამოვიყენებდი. მაგალითად, აი კლიკაპში მირჩევნია მუშაობა ისევ სისტემაში, ვიდრე ამაში ChatGPT-ს ვაკეთებინო აქეთ-იქეთ. და აი მაგალითად Make-ში ახლა შეგიძლიათ სხვადასხვა ტიპის დააწყოთ flow-ები, რასაც შენ ვერ გააკეთებ კლიკაპში. თუმცა ამ flows მე კლიკაპშიც, ამ მიზას კლიკაპშიც მივაღწევდი რა. ანუ რატო ვარ ხოლმე მე მაგალითად მომხრე იმისა, რომ გავწურო ერთი პროგრამა რა, რომ არ გადავიდე სხვა პროგრამებში. ეხლა ამ მიზანს მე კლიკაპშიც მივაღწევდი, მაგრამ ეხლა რადგან დემოთი შესაძლებლობა უნდა ვაჩვენო, მაგრამ რთულ მიზნებს უკვე იქ ვეღარ აჩვენებ. ანუ რაც უკავშირდება იქ research-ს, არაინტეგრირებული ერთმანეთთან აპლიკაციების ინტეგრირება სხვადასხვა კუთხით, მრავალმხრივ იმას რა ქვია ოპერაციებს, მაგრამ ეხლა არავინ თქვას, რომ ამას კლიკაპშიც გავაკეთებდი, ვიცი, გავაკეთე, ამ მიზანს მივაღწევდი ცოტა სხვანაირად, მაგრამ მივაღწევდი. ხო, ეხლა მოკეთ, აი ამ კონკრეტული flows მუღამი რაში მდგომარეობს, რომ დაუშვათ პროექტის ინიცირებაზე გაქვს გარკვეული ფორმა. იგივე შეიძლება მაგალითად service desk-ის ტიპის რაღაცაც გააკეთო, ხო, მაგრამ ამისთვის კლიკაპს თავისი შიდა ფორმა აქვს, რომლითაც processing-ი გაცილებით უფრო კარგია, მაგრამ მოდი ახლა ამაზე ნუ ვიკამათებთ, უბრალოდ დემოს ვაჩვენებ. აქ როგორი სცენარია, რომ მაგალითად, როდესაც ორგანიზაციაში ახალი პროექტი ინიცირდება,
ივსება შესაბამისი ფორმა. მერე ფორმა აქ არის დალინკული Google-ის sheet-თან, ხო? Google-ის sheet-თან არის დალინკული form responses. მერე AI შესაბამისი პრომპტით ამას ამუშავებს. მე იქ აქვს თავისი აგენტი, მაგრამ კონკრეტულად აი ამ flow-ზე რო გავტესტე დაახლოებით 1 თვის წინ და მაგის text parser-ი ჩავაშენე, ცოტა გაუჭირდა და GPT-ზე არ გაუჭირდა. JSON parser-ი ჩავსვი. შეიძლება ეხლა აღარ გაუჭირდეს, მაგრამ მე მაინც აი GPT უფრო მიყვარს ხოლმე რა, აი ესეთ ინტეგრაციებში, ვიდრე აი თავისი AI ინსტრუმენტები ხოლმე რა. მაგრამ again, ანუ გააჩნია. ხო, ნუ მერე parser-ი აკეთებს დამუშავებული ტექსტის შემდგომ გადამუშავებას და უკვე რა ხდება? კლიკაპში იხსნება ახალი ლისტი, ანუ პროექტის ინიცირების შედეგად, რომელიც არის მხოლოდ პროექტის სახელი და პროექტის აღწერილობა. ChatGPT აკეთებს task-ებს და sub-task-ებს, კლიკაპში ლისტი გენერირდება და იტერატორი, ნუ ეს სხვანაირად ამ parser-ის და იტერატორის გარეშე ამას გავაკეთებ და task-ები მიჩნდება. ანუ, რასაც მე ადრე მივიღებდი მეილზე, მერე დავამუშავებდი, გავწერდი task-ებს, sub-task-ებს, ამას მანუალურად როდის კაცმა არ იცის, გავწერდი, 2 საათს დავხარჯავდი. ეხლა ეს გაგიკეთებს ძალიან მცირე დროის. მოკლა საგრძნობლად დრო და აწყობს ხო? აი, რა არის მე რო ანუ ისედაც მათემატიკასთან ბავშვობიდან მეგობრობ. თან ინჟინერი ვარ, მე ჩემთვის ყველაფერი კალკულირდება დროში და ფულში. ანუ საბოლოო ჯამში რა, ანუ მე როცა რაღაცას ეხა use case-ებსაც როსავ ტესტავ, მე ვადარებ დროს და ფულს. ანუ რა უფრო იაფია და რა უფრო მარტივი და სწრაფია. ამ კუთხით ვაფასებ ხოლმე რა, ნებისმიერ use case, რასაც ტესტავ ჩემი მიმართულებით. და ანუ ეხა ეს რანით იგივეს წამოიღებს ეხლა ეს. მოკეთ, მე პირდაპირ შედეგი რო გაჩვენოთ ეხლა, რას აკეთებს? აი ეს ლისტი, სადაც უთხარი ზუსტად make test-ი მაქვს, ხო? აი აქ სხვა პროექტებიც მაქვს, ხედავთ ხო დატესტილი. აი ეს ლისტი გააჩინა, task-ები გამიწერა. task-ები გამიწერა იმეებით, explanation, ანუ description-ებით. ნუ sub-task-ი ვერ გააკეთა. სხვა არაფერი არ ქონდა მითითებული, ანუ ლისტი გამიკეთე, task-ები გამიკეთე და გამიკეთე, ასე ვთქვათ, task description-ები. ეს დავალება ქონდა. და როგორც კი ივსება ფორმა და შედის მონაცემები, აბსოლუტურად რაღაცა just project title, მცირე აღწერილობა რაღაც 3-4 წინადადება და მე უკვე ვიღებ აი ამას. შემიძლია სასურველი ოდენობები გაუწერო, ტოკენების მაქსიმუმი დავაწესო და ასე შემდეგ. ანუ ეხა ეს რადგან დემოა და მარტივია ეგ არის. ხო, აი ასეთი რაღაცეები არის დღეს შესაძლებელი AI-ით. მინუსი ის არის, რომ ყველაფერს ბუნებრივია იმას არ გვიკეთებს, რაც ჩვენ გვინდა რომ გაგვიკეთოს. მაგრამ საკმაოდ დროს და ენერგიას მართლა გვიზოგავს. არა მარტო მანუალურად შეყვანაში, არაბედ პირველადი თავდაპირველი თუნდაც ფიშის მოფიქრებაში, ხო? საკმაოდ ზოგავს დროს რა. მინუსი არის ის, რომ მაინც გარკვეული ხარვეზებით მუშაობს, გარკვეული შეზღუდვებით მუშაობს, ქართული ბრძანებების ცოტა უჭირს ამ ეტაპზე გაგება, აი სრულფასოვნად რო გამოიყენო, მაინც კარგი თანხა გამოდის რა. მაგრამ თუ გონივრულად გამოიყენებ, თუნდაც იმ ლიმიტის ფარგლებში, work management პლატფორმაში, საკმაოდ ბევრი საათის დაზოგვა შეიძლება რიგ საქმეებზე რა. პლუს იქ სტანდარტული ავტომატიზაციები რაღაცა, მოკეთ, კაი რამეა რა. მადლობა ნინო, ძალიან კარგი დემოები გამოვიდა, არ გაწყვეტინებდი სპეციალურად, რომ რაღაცა მაყურებლისთვის ძალიან გასაგები და კარგად აღქმადი ყოფილიყო. შეჯამებისკენ რო წავიდეთ, ძალიან საინტერესო ეპიზოდი გამოვიდა ჩემი აზრით და აი რამდენიმე insights და დასკვნას ასევე კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რაც არის და ნუ მე რასაც ფიქრობდი და ნინო რაშიც დამეთანხმა და ნინომაც თავისი აზრი გამოთქვა.
მოკლედ, AI-ის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს, ფართოვდება და უზარმაზარია, ეს ფაქტია. ეგ ერთი, მეორე ის, რომ რაღაცა სიგიჟე ჰაიპის მომენტიდან თანდათანობით თითქოს ყველა უჩნდება გონივრული შეკითხვა და რაღაცა რაციონალიზმამდე დავდივართ, რომ ეს ყველაფერი ძალიან მაგარია და ინოვაციაა და მერე როგორ ითარგმნება ეს ყველაფერი როგორც ინდივიდების შემთხვევაში, ასევე ორგანიზაციის შემთხვევაში და ეს არის ძალიან გონივრული კითხვა, იმიტომ რომ უნდა დავიწყოთ გაზომვა ნელ-ნელა რამდენად იქნება ამ ყველაფრით სარგებელი და რამდენად რაღაცა უკეთესი ხდება ყველაფერი ვიდრე უწინ იყო. მესამე მომენტი ის არის, რომ ალბათ ხაზგასასმელი, რომ გაციფრულება კვლავ ძალიან აქტუალურია და ძალიან მნიშვნელოვანია და AI-მდეც სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება, რათა AI-ის ფიზიკურად დაკავშირება შეეძლოს ამ ინსტრუმენტების და რაღაცა ცენტრალიზება ამ ყველაფრის. და მეოთხე, შესანიშნავი დემო, რაც ნინომ შემოგთავაზა, ეს იყო კლიკაპიდან. სამწუხაროდ ახლა იმისი დრო არ იყო, რომ ჯირაც და ყველაფერი ერთად გამგვეხილა, მაგრამ პროექტის მენეჯერებისთვის, ჩვეულებრივი მენეჯერებისთვის, ორგანიზაციული კოლექტივისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინსტრუმენტების გამოყენება და აქტუალური საქართველოს კონტექსტში და ძალიან ბევრ შესაძლებლობებს იძლევა უკვე, იმიტომ რომ AI დაემატა ყველას და რა ვიცი, ძალიან კარგი დემოები გამოვიდა და მე ყველას ურჩევდი, რომ ძალიან ყურადღებით მოისმინო და ასე ვთქვათ, ნაბიჯი გადადგან ამისკენ, რომ რაღაცა ინსტრუმენტების აქტიური გამოყენება დაიწყონ AI-ის შუამავლობით, AI-ის ჩართულობით თავიანთ საქმეებში. და ამ მშვიდობებით, ახლა კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს და მსმენელს, რომ გამოიწერონ ჩვენი არხის სხვადასხვა პლატფორმაზე აუცილებლად და გაგვიკეთონ ფიდბექები. ასევე ერთი რაღაცა გამომრჩა ჩვენი პარტნიორი Geosoft-ი, Google-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში და აუცილებლად დაგიბრუნდებით. ძალიან დიდი მადლობა ნინოს ძალიან საინტერესო თემებისთვის, იმიტომ რომ ძალიან დაიხარჯა ჩვენი ეპიზოდისთვის. მარტივი თემა არ არის ეს ყველაფერი AI ინსტრუმენტები, ასე ვთქვათ, რაღაცა გარკვეულად რამდენიმეზე როცა საუბრობთ, შეიძლება რაღაცა მხრივ მარტივია, მაგრამ AI ინსტრუმენტები პროექტის მენეჯმენტში და პროექტის მენეჯმენტის tool-ში, workflows მენეჯმენტში, ClickUp-ში ეს მარტივი საქმე არ არის და არც ამისი დემოები არ იყო, არ არის მარტივი და ხო, არ არის მარტივი, უფრო როცა ტესტავ უფრო რთულია ხოლმე რა, იმიტომ რომ ყველა მხრივ use case-ი უნდა შეისწავლო, მერე ეფექტურობა, რომელი ჯობია, რომელი არ ჯობია, რომ ასე ვთქვათ ის იყო რა, დამოუკიდებელი აზრი დააფიქსირო და არა ის, რაც პირადად შენ მოგწონს, ეს არ არის ხომ ეს სწორი. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და დაუმშვიდობები ჩვენს მაყურებელსა და მსმენელს მომავალ ეპიზოდებამდე, რომელიც ძალიან საინტერესო იქნება, სხვადასხვა სფეროებს შევეხებით. დიდი მადლობა მოსმენისთვის და იმედია საინტერესო იყო.